დებატები. თქვენ უსმენთ და უყურებთ გადაცემას დროული კითხვები დებატები ეკა სეხნიაშვილთან ერთად. დღეს შაბათია და დისკუსიის ფორმატით მე ეკა სეხნიაშვილი წარმოგიდგენთ სტუმრებს ნიკა ობოლაძე, სანდრო რაქვიაშვილი, რევაზ კარანაძე და მერაბ ჭიქაშვილი. მაშასე ვიწყებთ დისკუსიას. ბატონ ნიკა ობოლაძით დავიწყებთ. ბატონ ნიკა, არის თუ არა თქვენთვის რაციონალური ხელისუფლების საგარეო პოლიტიკური კურსი, სათხედავთ შეცდომებს და მიგაჩნიათ თუ არა რომ ქართული ოცნება გვაცილებს ევროპულ მომავალს. ანუ ეს არის თქვენთვის რაციონალური გადაწყვეტილება თუ ეს არის უბრალოდ ჩამკეტი მექანიზმი. თქვენი მოსაზრებები და შემდეგ გავშალოთ ნიკა ობოლაძე. კიდევ ერთხელ შევახსენებ სათითაოდ წარმოგიდგენთ ყველა სტუმარს, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, იურისტი და ის წარმოდგენილი იქნება დღევანდელი საზოგადოებრივ პოლიტიკური დისკუსიის ფორმატში. მოგესალმებით, მესამე სტუმრებს, მესამე მაყურებელს. ჩემი აზრით ამ შეკითხვაზე პასუხი იწყება და ესე, ხო, რა არის საქართველოს ეროვნული ინტერესები და საქართველოს საგარეო პოლიტიკა უნდა ემსახურებოდეს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს. ჩვენ ვართ თითქმის 4 მილიონიანი ქვეყანა, კი ბატონო, ვართ ურთულეს გეოგრაფიულ და პოლიტიკურ მდებარეობაში და საქართველოს ხელისუფლება ხშირად საუბრობს იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენი პოლიტიკა მიმართულია ჩვენი სუვერენიტეტის გაძლიერებისაკენ. და მან არის ეგეთი შეკითხვა, რომ რა განაპირობებს საქართველოს სუვერენიტეტს? რა არის ის, რაც განაპირობებს? კი, განაპირობებს ქართული ჯარი, კი, განაპირობებს საქართველოს მოსახლეობა, კი ჩვენ როგორც ერი რომ გვინდა ვიყოთ დამოუკიდებლები, ეგ არის მნიშვნელოვანი ამბავი, მაგრამ თუ შევხედავთ ესე ის რომ პატარა ქვეყნებს აქვთ არსებობის უფლება, ის რომ მეორე მსოფლიო ომის შემდგომი წესრიგი რაც არის, რომელიც არ არის თლად ბოლომდე წესრიგი, შეიძლება იქ ირხვევა, შეიძლება ბევრი პრობლემა არის, მაგრამ ჯამში სუვერენიტეტს, საქართველოს სუვერენიტეტს რა განაპირობებს, თუ არის ეს შეკითხვა თუ ისმება, შეგვიძლია შევხედოთ. ქვეყნის საქართველოს ჩრდილოეთით არის ერთი დიდი ევრაზიული სივრცე, დაწყებული მინსკიდან დამთავრებული შეიძლება ვლადივოსტოკამდე, სადაც არის რუსეთის იმპერია, რომელსაც უნდა თუნდაც რომ ჩვენ შემთხვევაში გაფართოვდეს სამხრეთით და რომელსაც აქ ტერიტორიები ოკუპირებული და ჩრდილოეთიდან ნამდვილად არ არის ის სივრცე, რომელიც ზრუნავს ჩვენი სუვერენიტეტის გამტკიცებაზე და ეგ უნდა და უკრაინაში რაც ხდება, ეხლა ამაზე აღარ გავაგრძელებ საუბარს. პაվել ხერჩინსკის განცხადება ამ ბმაში რამდენად მიგაჩნიათ სუვერენულ უფლებებს სიჩარევად და რა განსხვავებაა მაშინ იმავე რიტორიკაში? პირველი თუ შევხედავთ საქართველოს სად არის, საქართველოს ჩრდილოეთიდან საერთოდ არ მოდის ეს დამოკიდებულება, რომ სუვერენიტეტს ანუ ეს მსოფლიო წესრიგს ცემენ პატივს ისეც, რომ საქართველოს სუვერენიტეტი იყოს გარანტირებული და დაცული. თუ შევხედავთ საქართველოს სამხრეთით, სადაც არის, რა თქმა უნდა არის ეს ყველაფერი ჭრელი, მაგრამ არის პოლიტიკური ისლამის, ცოტა ექსპანსიის და არის არც თუ მაინდა-მაინც რაღაცა დემოკრატიის აყვავება და შეიძლება ეს სივრცე იყოს გადაჭიმული ჩრდილოეთ აფრიკიდან, რა ვიცი, პაკისტანამდე, ჩვენ არც ამ სივრციდან შეიძლება არ ვთვლიდეთ, რომ არის რაღაცნაირად რომ მოდის ჩვენი კულტურის, ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვისკენ მოდიოდეს რაღაც სიგნალები. აი ამ ორ დიდ სივრცეს შორის ამ საქართველო არის პატარა ქვეყანა, რომელსაც უნდა იყოს დამოუკიდებელი, რომელსაც ევროპა ჭირდება იმისთვის, რომ მათ შორის ქრისტიანული კულტურის მქონე ევროპა და ევროატლანტიკური სივრცე ჭირდება იმისთვის, რომ შეინარჩუნოს საკუთარი თვითყოფადობა. ჩვენ არ გვინდა ევროპა იმისთვის, რომ გავხდეთ ან გერმანელები, ან იტალიელები და არც ევროპაში ვინმე შვედებს უნდა რომ გახდნენ ნორვეგიელები, ან ნორვეგია არ არის, მაგრამ შეიძლება შვედებს უნდა თუ ფინელები, ან ფინელებს უნდა გახდნენ, არ ვიცი, ესპანელები. ჩვენი საგარეო პოლიტიკა უნდა იყოს მიმართული იმისკენ, რომ ჩვენ ამ დიდ სურათში ევროპა გამოვიყენოთ ჩვენს სასიკეთოდ და რაც შეეხება ბოლოსკენ წავალ, რაც შეეხება იმას საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა რა არის, საქართველოს ხელისუფლებას მინდა ვთქვა, რომ მე არ ვამბობ, რომ ყველაფერს რასაც აკეთებენ, აბსოლუტურად ყველაფერი არის არასწორი. ამას არ ვამბობ. აი მაგალითად მათ აქვთ ესეთი ამბავი და წლები ამას აკეთებენ, რომ განსხვავებით ოპოზიციისგან ამბობენ, რომ იცით, ჩვენ გვაქვს ფრთხილი პოლიტიკა რუსეთთან. აი ამას ამბობენ. მე არ ვფიქრობ, რომ ეს არის ფუნდამენტურად არასწორი. კი ბატონო.
მიუხედავად ამისა, მაგალითად, ჩვენ აზერბაიჯანთან გარეჯის ამბავი გვაქვს, მაგალითად, გასარკვევი და 8 წლის წინ აღმოჩნდა, რომ თურმე რუკები გვაქვს, სადაც დასტურდება, რომ ისტორიულად და კულტურულად და სამართლებრივად ეს ზეგლი არის საქართველოს, მაგრამ ჩამოვიდა რამდენჯერმე ალიევი და წინ არაფერი არ გადაიდგა, მაგრამ საქართველოს ხელისუფლება არის ფრთხილი, ისევე როგორც ერდოღანმა გააკეთა რაღაც განცხადებები, ქართული კულტურის მემკვიდრეობის ზეგლები თურქეთში არ არის ბოლომდე დაცული, ისევე როგორც მაგალითად ერდოღანმა გააკეთა თურქი მესხების, ეგრეთ წოდებული თურქი მესხების შესახებ განცხადება, მაგრამ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკა ჩრდილოეთის მიმართ თუ არის ფრთხილი, პირობითად ვამბობ. თუ სამხრეთის მიმართ ჩვენ ხვდებით რომ უნდა ვიყოთ და გამოვიყენოთ ეს რაღაცა. რატომ არ არის ევროპასთან? მე მაინტერესებს მაშინ, აი ბოლო კითხვა არის. საქართველოს ხელისუფლების მიმართ რა პრეტენზიაც მაქვს? არის რომ რატო გამოდიხარ და რატო ამბობ რომ კაია კალასი არის ალკოჰოლიკი, რომ მიხედონ საკუთარ თავს, რომ გაჭირვებაში იხჩობიან და რატო ეს ხვითავს? ანუ თუ სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკა სწორია სხვა დიდ ძალებთან, რატო არის მაინდამაინც ევროპა დაბალიღობე, რომელიც არც ეკონომიკა აქვს, ისა რა ქვია მას სხვებზე უფრო ნაკლები ეს ერთი და მეორე, რომელიც კულტურულად და ყველანაირად ჩვენთან უფრო ახლოსაა და რომელიც მეგობრობაც ყველაზე მეტად უფრო გვაწყობს. კარგით. მოდით ამასობაში ინტერაქტივი მინდა მოსახლეობას გავაცნო და ჩვენს პანელს და მაყურებელს ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების საგარეო კურსს დღევანდელი გადაცემის კითხვა იქნება ეს, რა თქმა უნდა, სატელეფონო ზარი არის უფასო, 3 პასუხი გვაქვს, დიახ, მიჭირს პასუხის გაცემა და არა, ანალოგიურად გვაქვს ჩვენ YouTube არხზე აღნიშნული გამოკითხვა. მე ვთხოვ YouTube მაყურებელს, ვიცი რომ ძალიან მაღალი ჩართულობაა და გამოაგზავნოთ თავიანთი პოზიციებით, მე ეტაპობრივად გავაჟღერებ. დიდი მადლობა ნიკა. ანუ ნიკას ძირითადი შენიშვნა ხელისუფლებასთან მიმართებაში მდგომარეობს იმაში, რომ ხელისუფლება ნაკლებ სიფხიზლეს და ტოლერანტიზმს იჩენს და ასე ვთქვათ, იმ ფრთხილი პოლიტიკის კონტურებში ის ნაკლებად ფრთხილია ევროპასთან მიმართებაში. ამაზე ხელისუფლებას აქვს, ანუ იმ ადამიანებს, ვინც მართვაში უშუალოდ მონაწილეობას იღებენ, მაღალი რანგის პირებს, ხო, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს და ასე შემდეგ, აქვთ არგუმენტი, რომ ეს ამ თავდასხმების თავდაპირველი ადრესატები თავად იყვნენ და შემდგომ პასუხის დაბრუნება ღირსეული დამოუკიდებელი ქვეყნის იმიჯიდან გამომდინარე. რევაზ კარანაძესთან გადმოვალ კითხვით, წარმოგიდგენთ რევაზ პოლიტეკონომისტი და მას აქვს უფრო განსხვავებული მოსაზრებები საგარეო პოლიტიკურ თემებთან დაკავშირებით, მას მიაჩნია, რომ პირიქით ევროპა ხშირად აქეთაც კი ახორციელებს თავდასხმას ჩვენზე, მე აღარ განვავრცობ შენს აზრებს, როგორია და ეთანხმები თუ არა ბატონი ეს მოსაზრებას, რომ ამ შემთხვევაში ნიკამ რაც ბრძანა, რომ ხელისუფლება რატომღაც უფრო ურტყამს, ასე უბივატელის ენაზე რომ ვთქვათ, ევროპელებს და ევრობიუროკრატიას, ხო? გამარჯობა ეკა, მივესალმებით თქვენს სტუმრებს, მივესალმებით თქვენს მაყურებელს, ძალიან დიდი მადლობა მოწვევისთვის და ძალიან მიხარია, რომ დებატების ფორმატში ჩვენ შეგვიძლია დისკუსია გავმართოთ იმ საჭიროებო თემებზე, რაც ძალიან აინტერესებს დღევანდელ დღეს ჩვენ ხელისუფლებას. მე მინდა ვთქვა, რომ მე სიმართლე გითხრათ არ გამოვდგები მაინც და მაინც კარგ დამცველად ხელისუფლების ზოგადად პოლიტიკის სხვადასხვა მიმართულებით, მაგრამ არის რაღაც საკითხები, რასაც ნამდვილად ვეთანხმებ ბატონ ნიკას, მაგალითად ის, რომ ხელისუფლების კურსი რაღაც მიმართულებით ნამდვილად არის ფრთხილი, იქიდან გამომდინარე, რომ დღევანდელი ჩვენი გეოპოლიტიკური მოცემულობა არის საკმაოდ მძიმე. გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენ ვხედავთ თვითონ ეგრეთ წოდებულ კოლექტიურ დასავლეთშიც უკვე პოზიციების რღვევას, ჩვენ ვხედავთ ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის, ტრამპის მთავრობასა და ფრაუ გენოციდს ურსულა ფონ დერ ლაინის შორის, რომელსაც კლერ დეილი ეძახის, ასე გამომდინარე იქიდან, რომ კლერ დეილი ღიად უჭერდა მხარს. ანუ ეს ჩემი ეს რომელიც ღიად უჭერდა მხარს თავიდან პალესტინაში გენოციდს და აქედან გამომდინარე მისი პოზიციებიც შემდეგ შეიცვალა, აქედან გამომდინარე ევროპაში აზრის პოპულარობა გენოციდის წინააღმდეგ უფრო გაიზარდა. ახლა ის ხვანაირად საუბრობს, ასევე ჩვენ ხედავთ ძალიან განსხვავებულ დამოკიდებულებას, როდესაც თვითონ ნატოს წევრი ქვეყნები უკვე ერთმანეთის პირისპირ დადგნენ. ჩვენ გვახსოვს ტრამპის ამბიციები, რომ მას გრენლანდიის წახება უნდოდა და ვნახეთ ევროპელებმა, რომ 13 და 12 ჯარისკაცი გაგზავნეს, შემდეგ ვნახეთ, როდესაც არალეგალური თავდასხმის შედეგად ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ისრაელმა ჩაიდინეს ომის დანაშაულები ჩემის აზრით და დახოცეს მიდანში 180-ზე მეტი სკოლის მოსწავლე, რის შედეგადაც ჩვენ ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, მოდი ვიტყვი პირდაპირ დონალდ ტრამპს ძალიან გაუჭირდა თავისი მიზნების მიღწევა და ჩამოშლა ირანის მთავრობის, რის შედეგადაც მოითხოვა
დახმარება ევროპელი ქვეყნებისგან, ევროპა ჩვენ არ დაგვეხმარავ, ის ჩვენ დახმარების ღირსი არ არის, აქედან გამომდინარე, ანუ ჩვენ რატომ უნდა ვენდოთ ამ შემთხვევაში ევროპას და გქონდეს მისი დახმარების იმედი? ძალიან დიდი რყევები არის თვითონ დასავლეთშიც, ხო? ამიტომ ჩვენ ვნახეთ, რომ თვითონ დასავლეთშიც განსხვავებული პოზიციებია, შემდეგ ვნახეთ, რომ თვითონ ევროკავშირშიც არის განხეთქილება, რომ მაგალითად ესპანეთის, ირლანდიისა და სლოვენიის მთავრობები წავიდნენ ბრიუსელის წინააღმდეგ ირანთან მიმართებაში, არა მხოლოდ ირანთან მიმართებაში, შემდეგ კონკრეტულად ნატოს ქვეყნებმა, როგორც არის იტალია და საფრანგეთიც შეუერთდნენ და ჩაკეტეს საჰაერო სივრცე ამერიკული სამხედრო თვითმფრინავებისთვის, იგივე მოხდა, იგივე გააკეთა ბულგარეთმა. ხო, აქედან გამომდინარე ეს ერთიანი პოზიცია, რაც იყო მაგალითად 5, 6 ან 10 წლის წინ საერთოდ აღარ არის დღევანდელ დღეს, ხო? იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ გვაქვს ჩრდილოეთით ომი, ჩვენ გვაქვს სამხრეთით ომი და ამასობაში ის დასაყრდენი, რაც საქართველოს ეგონა იყო დასავლეთში, სინამდვილეში აღარ არის ისეთი მყარი, როგორიც იყო. ამავდროულად 20% ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის არის ოკუპირებული რუსეთის მიერ და ვართ უმძიმეს მდგომარეობაში. ეხლა კითხვა ისმის, რა უნდა გააკეთოს მთავრობამ ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა, ჩვენი პრიორიტეტი უნდა იყოს საუბარი სუვერენულობაზე, ოღონდ სუვერენულობა უნდა გავარკვიოთ ჯერ რას ნიშნავს, იქიდან გამომდინარე, რომ მე მიხარია, რომ ბოლოს 15 წლის მანძილზე პირველად ასე ვთქვათ, საჯაროდ ითქვა სიტყვა სუვერენულობა მთავრობის მხრიდან. იქიდან გამომდინარე, რომ ადრე იყო, რომ West is the best, რა ესეთი მიმართება, რომ დასავლეთი არის საუკეთესო და ყველაფერი უფრო მწვანე არის ბორცვის მეორე მხარესო, ხო, ბალახზესით გამოთქმა არის ინგლისური. რაც იმას ნიშნავს, რომ შევალთ ევროკავშირში და ყველაფერი აშენდება. თუმცა ჩვენ ვნახეთ, ბევრი სხვადასხვა ქვეყანა, რომელიც შევიდა ევროკავშირში, ჩვენ ვნახეთ, რომ მათ ვერ მიიღეს ვერც ის ეკონომიკური ბენეფიტები, რადგან მათ ეგონათ, რომ ბრიუსელი ყველაფერს გაუკეთებდა და თავის თვითონ ხელით განძრევა არ მოუწევდა. ძირითადად ეს არის აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები, როგორც არის ბულგარეთი, რუმინეთი, უნგრეთი და სლოვაკეთი. და აქედან გამომდინარე, ხშირად მათ შორის ორბანიც, მათ შორის მაგდიარიც, მათ შორის დღევანდელი არჩევნების შემდეგ ევროსკეპტიკური მთავრობა მოვიდა ბულგარეთში, ასევე ფიცო ევროსკეპტიკური მთავრობები. ხო, ის იქიდან გამომდინარე, რომ ზედმეტად იყო შეფასებული ის დაპირებები, რა ბენეფიტებსაც ევროპა მოუტანდა. და ამავდროულად არ დაგვაუწყდეს ჩვენ, რომ ევროპა არ არის უსაფრთხოების გარანტი, ეს არ არის სამხედრო ალიანსი. და ამავდროულად თუ ჩვენ გვინდა რომ რუსეთისგან ვიყოთ დაცულები, ჩვენ ვნახეთ რომ რუმინეთის არჩევნებში ევროპა პირდაპირ აბრალებდა რუსეთს არჩევნებში ჩარევას, თუმცა შემდეგ რუმინეთის სპეციალურ სამსახურებმა გამოიკვლიეს და ნახეს რომ ეს ასე არ ყოფილა, ხო? და არჩევნები გაუქმდა. აქედან გამომდინარე ძალიან ბევრი პრობლემები არის თვითონ ევროპაში დღევანდელ დღეს, ჩვენ ხედავთ სტაგნაციას, არაერთიან პოზიციებს, ევროპული ეკონომიკის კვლავ დამოკიდებულებას რუსეთზე და სამაგფაში რუსული საწვავის ყიდვაზე, ჩვენ ვნახეთ ჩაკეტილი ჰორმუზის სრუტე ჯერ ირანმა ჩაკეტა, ახლა ტრამპი ამბობს, რომ მე ჩავკეტე გარედან კიდევ. ჩვენ ხედავთ, რომ მათი მოკავშირეები, რომელიც როგორებიც არის იაპონიას იმპერია და სამხრეთ კორეის რესპუბლიკა დამოკიდებული არიან თავიდან ბოლომდე ძირითადად 90-70% იმ საწვავზე, რომელიც მოდის ახლო აღმოსავლეთიდან, კერძოდ სპარსეთის ყურიდან. და აი ამ მოცემულობაში რა უნდა ვაკეთოთ? ხო, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეკითხვები. ჩვენ ასევე არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ 35 წელია ვაკაკუნებთ ნატოს და ევროკავშირის კარზე. ნატოს იდეა, უბრალოდ დავამთავროთ შეიძლება. ნატოს იდეა ჩვენთვის იყო ის, რომ მე დავიბადე 1991 წელს. უნივერსიტეტიდან ჩვენ რომ დამოუკიდებლობა მივიღეთ 26 მაისთან. თან მე მახსოვს, რომ მთელი ჩემი ბავშვობა იყო იდეა ის, რომ აი ნატოს შევალთ და ჩვენ ვიქნებით დაცული რუსეთის ფედერაციისგან. სამწუხაროდ ჩვენ გამოვიარეთ 2008 წელი, რომელიც ძალიან მწარედ მახსენდება მე. ჩვენ ვერ მივიღეთ ვერაფერი ნატოსგან, ჩვენ გავგზავნეთ ნატოს ომებსა და ნატოს მიერ არალეგალურ ოკუპაციებში, რასაც მილიონი ადამიანი შეეწირა ირაკში, ჩვენი ჯარისკაცები, არაფერი არ მივიღეთ ამ ხარკის გადახდით. ჩვენ გავგზავნეთ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები, სადაც 3000 დისლოცირებული ჯარისკაცი ყავდა, როგორც გერმანიას, რომელიც არის ნატოს ერთ-ერთი მთავარი წევრი, 83 მილიონია ჩვენგან განსხვავებით მოსახლეობით და მაინც არაფერი არ მივიღეთ. მოგწეს მაბზე უფრო უკეთესი, ხო? და აქედან გამომდინარე საქართველოს მოსახლეობაში, მათ შორის ჩემშიც გაჩნდა ძალიან დიდი სკეპტიკური დამოკიდებულება, რომ საბოლოო ჯამში ჩვენ ვუნდივართ მათ მოსაცდელში და არაფერს არ გვაძლევენ და აქედან გამომდინარე ევროკავშირი ჩვენ ვნახეთ ბოლო დროს როგორ ერეოდა შიდა პოლიტიკაში ზედმეტად, როდესაც მათი პოლიტიკოსები ჩამოდიან და ჩვენთან საპროტესტო აქციებზე გამოდიან, მე უბრალოდ წარმოუდგენლად მიმაჩნია თურქეთში ვინმე მეს გაბედოს რა. და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ევროპას ძალიან ზედმეტი მოზდის ჩვენ ქვეყანასთან მიმართებით და თავის თავს ესვრის ფეხში და როდესაც კავკასიის აი CRC-ის კვლევა გამოქვეყნდა, ვნახეთ, რომ ევროკავშირისადმი დამოკიდებულება 17%-ით შემცირებულია და ეს თავისთავად ასახავს მათ უარყოფით
პოლიტიკას. მადლობა. ძირითადი გზავნილები 35 წელია ვაკაკუნებთ ნატოს კარზე, ამ თითქმის ამდენივე ევროკავშირის მოსაცდელში, გვეუბნებია რომ აქ გეოგრაფია, თანაც სუვერენულ უფლებებში უხეშ ჩარევაზე უკვე ხელისუფლებაც საუბრობს. იმავე ხერჩენსკის განცხადებაზე მე მახსოვს თქვენი პოზიციები, რომ მაშინ ვინ უნდა ყვავდეს მეგობარი, ხომ? არის თუ არა ლეგიტიმური ხელისუფლების წუხილები, რომ ევრობიუროკრატიის შენიშვნები მათი მისამართით უსამართლოა. ალექსანდრე რაქვიაშვილი, გირჩის ერთ-ერთი ლიდერი, პარლამენტის ყოფილი წევრი, გაგვაცნობს თავის პოზიციებს. მადლობა, რომ მოგწანთ. ისეთი შესაძლებელი იყო, რომ დაიქცა დასავლეთი და ევროპა და რა გვეშველება და ეს რაღაც ესეთი აპოკალიფტური აღწერა ხოლმე, რომ აი დასავლეთი რეალისტური აღწერა 35 წელია ვაკაკუნებთ ხა რა თუ აპოკალიფტური. აი ეს სტანდარტული ეს არის აი ყველა მემარცხენე რაღაც ანტიდასავლელის ტიპური გამოსვლა, როცა ბატონ რეზოს მოსაზრებას გულისხმობ. მე-19 საუკუნეში მოყოლებული როგორც კი ეს ნაციზმის და სოციალიზმის ეს პირველი გავრცელება მოხდა, ვინც დასავლეთს ებრძოდა, მაშინ ეს უფრო დასავლეთი იყო, ვიდრე დღეს არის გერმანია, მაგალითად ებრძოდა ინგლისს. იგივე სიტყვები, რომ ეს დასავლეთი გარყვნილია, ეს რაღაც სუდია, ეკონომიკა ინგრევა, გადაშენდა და ჩვენ ეხლა რაღაც სხვა არჩევანი უნდა გავაკეთოთ და შემდეგ და აი ეს უბრალოდ ვინმე რამე ოდნავ ისტორია თუ იცის, საბოლოო ჯამში ხდება, რომ აი ეს ერთი და იგივე სიმღერა, რომელსაც არანაირი შინაარსი არ აქვს, გარდა იმისა, რომ ხალხს დააჯეროს, რომ მონობა უკეთესი. იმიტომ რომ მთელი სამყარო საბოლოო ჯამში ორ ნაწილად არის შეიძლება პირობითად დავყოთ. არის რაღაც მონათმფლობელური რეჟიმები, რაღაც ყველაზე ახლოს იდეალთან ამ შემთხვევაში ჩრდილოეთ კორეა შეიძლება იყოს და ზოგადად კომუნისტური ქვეყნები და შედარებით თავისუფალი ქვეყნები, როგორც შვეიცარია ვიყოთ, ამერიკის შეერთებული შტატები, სადაც ადამიანს რაღაც ტიპის ავტონომია აქვს, სადაც სხვა ადამიანები არ არევიან. და საბოლოო სულ ამაში არის არჩევანთვის საით მივდივართ, გვინდა უფრო თავისუფალ საზოგადოებაში ვიცხოვროთ თუ მონათმფლობელობა. მე არ ვარ, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ საზოგადოებაში არის ხალხი, ვისაც მონათმფლობელი უნდა. ზოგადად გავრცელებული ამბავია, როცა მონებს მონობა მოსწონს ხოლმე და ამიტომ ეხლა არ შევალ ფსიქოლოგიურ აღწერაში ამის. მოიცა ვინც არ ირჩევს ევროკავშირს, ის აპრიორი მონაა, ბატონო. მე ხა თუ შეიძლება აღხსნით, რომ თქვენ არ იჩქაროთ და ძალიან შორს მომავალი დასწრები უცბად არ გააკეთოთ, იმიტომ რომ მაგრამ ზოგადად ვინც ირჩევს ჩინეთს, რუსეთს, ის ირჩევს მონათმფლობელობას. ხო და ვინც მონათმფლობელობას ირჩევს, ორი ვარიანტია ხოლმე. ან იმას აქვს იმედი, რომ თვითონ გახდება მონათმფლობელის ადგილზე დადგება და ან თანაშემწე იქნება მისი, ან თვითონ მონაა და მოსწონს, ასეთებიც არსებობს. მაგრამ საბოლოო ჯამში რუსეთის, ჩინეთის და ასე შემდეგ არჩევანი როგორ არის ხოლმე წარმოჩენილი ჩვენ საზოგადოებაში? დღე-დღე მოგვიყვებიან რა საშინელება ხდება ევროპაში, როგორ გაიზარდა უმუშევრობა, როგორ გეები uteben ვიღაცას, იქ რაღაც ბავშვი მოკლეს, იქ რაღაც აფეთქდა, დაიგრა, იჭუბეს, გადახოცეს და სამდვილეში რუსეთზე რამდენი გაიგეთ, რომ რა რუსეთზე ჩელიაბინსკს გვაძახებენ და დაგრეულია იქ ყველაფერი და იქ არავისი უფლება არ არის და მეორე მხარე. არ შემოწმდინოთ, მე იმ ხალხზე ვსაუბრობ, ვინც აი ამ ევროპაში კატასტროფას რო ხედავს, რამდენი ბოროტება დაინახეს რუსეთში, რამდენი ბოროტება დაინახეს ჩინეთში. წამოვიგინეთ აი ჯოჯოხეთია მოწყობილი. არა ადამიანური რეჟიმებია. ადამიანს საერთოდ პატივს აცემენ როგორც არსებას. და მაგრამ ამას არ მოისმენთ. და ჩვენი პროპაგანდა, იმიტომ რომ ეხა ადამიანს ვტები უთხრით რა მონობა უნდა შემოგთავაზო და მონობაში შეგიყვანო, ეს რაღაც არ იმუშავებს. და ჩვენ როცა ამ მონათმფლობელობის პირობებში ცხოვრობდით საბჭოთა კავშირში, მაშინ ყველას, უდიდეს ნაწილს ისეაც ესმოდა, რომ ეს ცუდი რეჟიმია. ჯერ კი 90-იან წლებში ხალხი ვიღაცა გარბოდა, ვიღაცა ჩუმჩუმად დოლარებს აგროვებდა, რომ რამე იქნება გვეშველოს და დაინგრა ეს სისტემა. და რომ დაინგრა, ამიტომაც არ იყო ეს მიღებული, მე პრორუსი ვარ და რუსეთი მომწონს იმ ჩვენ ქვეყანაში. მიუხედავად ის რომ მაგალითად ძალიან ბევრი ადამიანი რუსეთში ცხოვრობდა, ჩემი შოვლებს რუსეთში წავიდნენ 90-იან წლებში. იმიტომ რომ ყველა ხვდებოდა რა ბოროტება იყო ეს. მაგრამ ხო იცით კომუნიზმი და სოციალისტები არიან ან გაუნათლებლები, ან ძალიან დაბოღმილები სამყაროზე და არ გვინდა ეს ახლა ცოტა ისეთი განცხადება ჰომოფობია. არა, მონათმფლობელები ევროპაში რო იყვნენ ესეთი ბატონ სანდრო საუკუნეები, არც ერთ კონტინენტზე არ ყოფილა. ნუ გადახტებით. რუსეთში არის ადამიანების გამოფენა, შავკანიანი ადამიანების გამოფენა. მე-10 საუკუნეებში ჩავიდეთ და მე-20 საუკუნეში იყო ლაპარაკი სეგრეგაცია სად იყო ამერიკის შეერთებულ
ახალშობილებს ისტორიის ცოდნაზე თუ გვაქვს პრეტენზია ნერვიულობ ნერვიულობ თქვენ იცით რა არა, კი, არის ჩაგიკითხოთ. ჩინეთს და რუსეთს რა კატეგორიით ადარებთ ერთმანეთს? ჩინეთი არის სოციალისტური კატასტროფულ აღწერას როგორ დაერხა და დასავლეთს. მოდი მე ჩემთვის რეალობაზე ვსაუბრობ და თქვენი პრობლემა არის რომ იდეოლოგიურად ოთხში არა, ბოდიში არ დაჭერ, მაგრამ არ გამოვა ესე თქვენ დროში. ბატონო სანდრო, უბრალოდ თქვენ სიტყვაში შეურაცხყოფა არ უნდა მიახეროთ მოსახლეობის ნაწილს. ანუ თქვენი აზრით, მაპატია. თქვენი აზრით, აზრი დავასრულებინოთ სანდრო რა ქვია. თქვენ მონა უწოდეთ ბევრ ადამიანს. და მათ შორის მონა უწოდეთ იმათ, ესე იგი, ვინც გირჩ სამომრჩეველი არ არის. თქვენი ლოგიკით არა, ეს არ არის გირჩი არ ხსენებია. კარგი. არ შეგაწყვეტინოთ, მაგრამ თქვენს ვამბობთ. ისტორია, ვინც ისტორია. თქვენ ნაწილში მე მივეცი შენიშვნა და თქვენ ნაწილში ბატონო შეურაცხყოფას ნუ მიაყენეთ შეურაცხყოფას არავის არ ვახერხებ. როგორ არა ეხლა მიაყენეთ ჯერ არ გაგიგიათ რა ვთქვი და ნუ არ გამიგია ბატონო რეზისტანტ ჩვენ შეგიძლიათ თქვენ სტუმრები რაღაცა ჩვენ გასაჩუმებლად არა ვარ მე ბოდიში მომიხადე უბრალოდ არა თქვი თქვენ ნაწილში გაიცით ნუ ზოგადად კი ხახმა გამოიტანა კი კარგი აღარ გვინდა რეპლიკები არ გვინდა კი დისკუსია არის ნორმალური ფაქტი მაგრამ თქვენთვის არის საბედნიერო თქვენთვის და სიმაგრის გაგება ხო არ გვინდა ბატონს არა თქვენს ნაწილებში ხო არ გადაწყვეტინათ ბატონესო შეურაცხყოფა არ უნდა მოეყენოთ ჩვენ კარგი თქვენ ნაწილში გაიცით პასუხი მე ვუთხარი და განმარტება გაკეთა არ არის შეურაცხყოფა კაცმა კი ბატონო გავაგრძელოთ მაგრამ მე გვერახიკავს როგორ დადგინდება კარგი კი თქვენ ბატონესო თქვენ ნაწილში მე თქვენ გონიათ რომ გირჩი ხართ ყველაზე ჭკვიანი მაგრამ თქვენ ხართ ჩარჩენილები არ გვინდა გაქენებს ვერ კარგი ერთმანეთში და იმავე ბრალდებებს წავყენებ კარგი ჩინეთ სადაც ცხოვრების დონით 800 მილიონი ადამიანი გამოვიდა სიღარიბიდან და სადაც ადამიანებს შეუძლიათ შეცვალოს პოლიტიკა და ვერ შეუძლიათ შეცვალონ პოლიტიკას შმაკირო ჯვარს დაინახებს ისე არის ეგ თქვენზე არის ალბათ კი ბატონო მადლობა ლიბერტარიანებს გიყვართ ხოლმე იდეოლოგიურ ჩარჩოებს ვერ გაცდებით დაინახავთ ხოლმე ციფრა დაიწყო დისკუსია თქვენ არ შეგიძლიათ გასცემთ რომ გირჩი ხართ რადიკალები ვერ პასუხობს იმიტომ რომ გადავარდა იდეოლოგია მიკროფონს გაგიქიშათ ბატონებას კი ბატონო დიქტატორული მეთოდი მაგრამ გეთახმები ესე იგი დიქტატორის გიწოდება მე ვარ ამ სტუდიაში დიქტატორი გინევავთ წესები შეგიძლიათ დარჩეთ კარგი ბატონ სანდრო კარგ რაღაცას ამბობს მოვუსმინოთ კაცს თავისი აზრი დავასრულებინოთ ხო მაგისთვის ვართ ყველა თქვენგან წინააღმდეგობრივია მესმის მაგრამ მოდით ერთმანეთს პატივით ისე ჩამოვაყალიბა რომ შეურაცხყოფა არავის არ მიაყენა კარგი გავიგე მაგრამ გადავიდა სხვა სიფრთხეზე გაშალა უფრო დისკუსია და ისტორია უნდა ვიცოდეთ უკეთესად ბატონო სანდრო პრეტენზია რა თაბაქ რაღაცა მივშვიდათ თქვენ აღარ ახართ მოდაში გირჩი ახალგაზრდებში კარგი კი ბატონო ძალიან მაღალი რეიტინგი გვაქვს მაგრამ ამის ხარჯზე არ მინდა გავაგრძელოთ კარგი დავიხმარო თქვენ რეიტინგს არის პრობლემა ხო ესე იგი დაასრულოს აზრი და გიუყვას დავასრულოთ ნუ გავხსნი უბრალოდ ას რა ისე იგი მე ვახსნე რომ სოციალიზმი გაუნათლებლობის ამბავი არის პირველ რიგში ან რაღაც მორალური პრობლემების, როცა ადამიანს საბაზისო მორალური რაღაც ღირებულებები არ გააჩნია. კარგი, ბატონო რეზო, ევროპაში მონათლობელობა არ იყო, ნუ რას მელაპარაკებია, ესე მე-20 საუკუნეში. რაღაც სეგრეგაცია ამაზე, ვუპასუხე მე ხომ, ეხლა ვაცალოთ აზრის დასრულება. რუსეთსა და ჩინეთს შორის რა არის საერთო ეკონომიკურ სისტემაში? მადლობა. არ მეტკინა უბრალოდ თქვენი გაუნათლებლობა მაოცებს და ამდენი არა, არ გვინდა ერთმანეთის მისამართი განათლების ხარისხების მე სოციალისტი ვარ და არ მალავ. განსხვავებით თქვენ. გისამძით. კარგი. მეც გისამძით რომ ლიბერტარიანები გთხოვთ. და ხარ ჩვეულებრივი ვასალი იმის რა. ამერიკული ლიბერტარიანების კარგი. დაგიბრუნდებით და ეგ სიტყვები უხარით. უფრო ცუდი იყო ცხოვრება, მაგრამ რატომღაც ჩამოვედით 5 მილიონიდან 3 მილიონ 600,000 მოსახლეობა. მადლობა.
ნეტარი სიბრალე ეს ბატონსაც ვიქნებ ესეც აგვიხსნათ. თქვენი ყოვლის მომცველი განათლება. კარგით. და გირჩის იდეოლოგიური პრინციპში უკვე უთხარით თქვენი სათქმელი და ვაცადოთ ეხლა და არგუმენტები მოისმინეთ იმისთვის არგუმენტები უნდა მოვისმინოთ, ოღონდ ისეთი რომ შეფასებითი არის. გირჩი ამას ვერ გაცდება ძირფას მაყურებელო. იმედია ისევ გააგრძელებთ გირჩისთვის წინააღმდეგობის გაწევას და ისევ 1%-ი მომთელერზე ჩამოვა. თან არ დაგვაუწყდეს მათი ლიდერი პედოფილიასაც ამართლებდა და ბავშვები მათ ხო არა დეგენერატი ხარ რა. შევახაბას რატომ ამას ხო ღირსი ხარ და გაგიტეხოს მათ ხო არა უსინდი ისე დეგენერატი ხარ უბრალოდ რა. დეგენერატი რატომ იაგო ხვიჩიამ თქვა რომ ესა გთხოვ იაგო ხვიჩიამ თქვა რომ გაიწიოსო ასაკიო თქვენ პასაჟირზე არ მოგეწონთ რეკლამაზე გავიდეთ და რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით. ვისაუბროთ რა თქმა დროული კითხვები ეკა სეხნიაშვილთან ერთად დებატები დავბრუნდით პირდაპირ ეთერში, ვაგრძელებთ საზოგადოებრივ პოლიტიკურ დისკუსიას, საგარეო პოლიტიკური ურთიერთობა. პაվել ხერჩინსკის განცხადებაზე მინდა ნიკა გავაკეთოთ თქვენი პოზიციის შესახებ კონკრეტული უბრალოდ გთხოვოთ კომენტარის გაკეთება. ამ შემთხვევაში რატომ არ მიგაჩნიათ ჩარევა, ასე ვთქვათ, შიდა სუვერენულ საკითხებში, როგორც ხელისუფლება აცხადებს, ამის მერეც ფიქრობთ, რომ ხელისუფლება არის ტენდენციური ევროპასთან მიმართებაში და ასევე YouTube არხზე ძალიან ბევრი კითხვა არის თქვენ რომ გააკეთეთ ევროპასთან მიმართებაში რომ ქრისტიანული თვალსაზრისით ყველაზე ახლოს მდგომი კულტურებია ესენიო და აი განსაკუთრებით სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით პედალირების საკითხზე აქვთ კითხვები რომ აი როდესაც ეს ეუთოს მოსკოვის მექანიზმშიც და ბევრ სხვა დოკუმენტში დომინირებს რომ QR თემების დაცულობა უფრო მაღალი იყოს აი ამ შემთხვევაში რანაირად შეიძლება ჩვენ საზოგადოებას გქონდეს თანხwebdra ევროპასთანო არის ესეთი კითხვები და მერაბ თქვენთან გადმოვალ შემდეგ. კი ბატონო. რუსეთის საკითხთან. პირველ რიგში მე ვთქვი ევროპაზე რომ ეს არის ქრისტიანული კულტურის მქონე სივრცე და ჩემი აზრით რაც ვთქვი განსხვავებით იმისგან რაც ხდება ჩვენს ჩრდილოეთით ან რაც ხდება ჩვენს სამხრეთით ამ დიდ სივრცეებს შორის იმისთვის რომ ჩვენი კულტურული იდენტობა, ჩვენი ენა, ჩვენი ტრადიციები შევინარჩუნოთ და განვითარდეთ ამისთვის ჩემი აზრით მეთქი ეს არის რაღაცა ჩემი პოზიცია და ვფიქრობ რომ ქართული ხალხის არჩევანიც ეგ იყო და ეგ არის რომ ევროპასთან დაახლოება და ევროპის გამოყენება მათ შორის ჩვენი იდენტობისთვის და ჩვენი გადარჩენისთვის და ჩვენი ეკონომიკური წინსვლისთვის არის მნიშვნელოვანი. რაც შეეხება იმის იქით სუვერენიტეტის საკითხს, მათ შორის ჰერჩინსკიზე, რასაც მეკითხებით, არ არსებობს აბსოლუტური სუვერენიტეტი დედამიწაზე, ქვეყნებს უწევთ ერთმანეთის გათვალისწინება. ისევე როგორც ევროკავშირში გაწევრიანება შეიძლება ნიშნავდეს საკუთარი სუვერენიტეტის შეზღუდვას, მაგრამ ასევე შენი სუვერენიტეტის გავრცელებას დანარჩენ 27 ქვეყანაზე. და არც იმაზე საუბარი რომ მე ვაპირებ, რომ აქ ვისაუბრო რაღაც აბსოლუტურ პრიმატზე და იმაზე რომ თითქოს დასავლეთი არის აბსოლუტურად ერთიანი, ყველაფერი იქ 64-ია და ასე შემდეგ. ანუ დედამიწაზე 64 არ არსებობს. არსებობს უბრალოდ საქართველოს ინტერესი რა არის და ამ საქართველოს ინტერესიდან გამომდინარე ჩვენ რა პოლიტიკა უნდა გქონდეს. ამიტომ მე რასაც ვამბობ, ეს კი არაა რომ ჩვენ უნდა გქონდეს ის პოლიტიკა, რომ აი ჩვენ უნდა ვადიდებდეთ ან რაღაცა დასავლეთსა ჩვენ უნდა ვცხოვრობდეთ იმის დასავლეთისთვის პირიქით. საქართველოს სად ვცხოვრობთ უნდა შევხედოთ, რა გვინდა უნდა შევხედოთ, საით მივდივართ უნდა შევხედოთ და ამის მერე უნდა ვთქვათ რა პოლიტიკა უნდა გქონდეს. ამიტომ მე არც იმის მოწინააღმდეგე ვარ, რომ მაგალითად ეკონომიკური კავშირი. შეუძლებელია ვიყო მოწინააღმდეგე, რომ ეკონომიკური კავშირები გქონდეს ჩინეთთან. ისევე როგორც მაგალითად თავისუფალი ვაჭრობა ჩინეთთან არის სწორი, ისევე როგორც გეუბნებით, რომ ის რომ მაგალითად ტურისტები, ანუ უვიზო მიმოსვლა გახსნა ხელისუფლებამ ჩინეთიდან და ის რომ ტურისტებს შეუძლია ჩამოსვლა არის სწორი. უფრო მეტსაც გეტყვით ჩინეთმა ბოლო 10 წლეულებში აი მშენებლობის, გვირაბების მშენებლობის, ხიდების მშენებლობის კუთხით, გზების მშენებლობის კუთხით მნიშვნელოვანი გარღვევა მოახდინა. რაღაც დაიხვეწა ტექნოლოგიები, გაიაფთა ტექნოლოგიები და მაგრამ მაინც არ მიგაჩნიათ რომ ადამიანის უფლებების დაცვით. შეხედეთ, არა, მე ვამბობ რომ ის რაც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ ჩინეთთან ურთიერთობაში და ეს არის ჩვენი ეკონომიკის განვითარება, ჩვენთან ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, რაღაცა ინოვაციების ან იაფი ტექნოლოგიების შემოტანა, შედარებით
დიაფილ და ხარისხიან ტექნოლოგიების შემოტანა ჩვენ ეს უნდა გამოვიყენოთ. ანუ აქ საუბარი არ არის იმაზე რომ რაღაც ბავშვებივით გავიბუტოთ, ეს კარგია, ეს ცუდია, ის გვინდა, ეს ანუ ესე ვთქვა და ჩვენ ესე ევროპის ხარეს ვართ და ეხლა ჩხუბი მოგვინდეს. ანუ ეგრე კი არ არის. ჩვენ აქ ვართ გეოგრაფიულად ვერსად ვერ წავალთ და ეხლა უნდა ვიფიქროთ იმაზე, როგორ უნდა ავიცილოთ საფრთხე რუსეთიდან, როგორ უნდა ავიცილოთ თუნდაც კულტურული და თუნდაც პოლიტიკური საფრთხე, რაც მოდის სამხრეთიდან, დავაზღვიოთ ეს რისკები, როგორ გამოვიყენოთ თუნდაც ჩინეთიდან მომავალი ინვესტიციები იქნება თუ ტექნოლოგიები, მაგრამ ჯამში რაც მე მიმაჩნია, არის ის, რომ საქართველო თავისი კულტურით, თავისი ისტორიით უნდა იყოს ევროპის ნაწილი. და ის რომ ევროპა არის ჭრელი, ის რომ ევროპა არის ჭრელი, ის რომ ევროპაში შეიძლება არის სხვადასხვა პოზიციები, ეგ საერთოდ შეიძლება ბევრი ვაკრიტიკოთ რაღაც კონკრეტულ საკითხებზე, ეს საერთოდ არ ცვლის გლობალურად იმ სურათს, რა საით უნდა წავიდეს საქართველო. საქართველო უნდა იყოს ევროპის ნაწილი, უნდა იყოს ევროპის ნაწილი, ხოლო დანარჩენ სივრცეებთან მიმართებით უნდა გქონდეს ფრთხილი პოლიტიკა და ჩვენი ინტერესებისთვის ვიომოთ. მადლობა ნიკა თქვენი პოზიციისთვის. მერაბ ჯექაშვილთან გადავინაცვლებ. მადლობა ბატონ მერაბ, საქართველოს დაღის დამფუძნებელი, ყოფილი პოლიტპატიმარი და მსახიობი საზოგადოებისთვის ცნობილი. ბატონ მერაბ, თქვენ უფრო სხვა ხისტი პოლიტიკის მომხრე ხართ, ვიცი იმავე რუსეთთან ურთიერთობების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მინდა გითხრათ, რომ დივერსიფიკაცია ამ რისკების, რომელზეც საუბარი მიდის, მათ შორის მარია ზახაროვას ცნობილი განცხადების შემდეგ და დამეთანხმებით, რომ ეს ერთგვარად არ იყო მხოლოდ ერთი დიპლომატიური პერსონის და პირის განცხადება, ხო, ეს რუსეთის პოზიციონირება იყო, რომ თუ თქვენ ევროკავშირისკენ სწრაფვას დაიწყებთ, ის ეკონომიკური ბენეფიტები, რა თქმა უნდა, გადაიხედება და ამ საკითხების გაშლაც მინდა და შემდეგ სანდროს აზრი, რომ საერთოდ მიბმული უნდა ვიყოთ თუ არა ეკონომიკურად ჩვენ რომელიმე ერთ ქვეყანაზე, ან თუნდაც 2 და 3 ქვეყანაზე და რატომ არ შეიძლება ვესაუბროთ იმავე რუსეთს თქვენი თვალთახედვით და უფრო მეტი სწორება რატომ უნდა გქონდეს აი თქვენგან განსხვავებული მოსაზრება აკრიტიკას. პირველ რიგში მივესალმები ჩვენ სტუმრებს, თქვენს ტელემაყურებელს, დიდი მადლობა რომ მომიწვიეთ. არ ვიცი, პირველად თორმე ახალ ეთერში თქვენთან ამ ფორმატში და გისურვებ წარმატებებს და ყველაზე მთავარია მშვიდ გარემოს, იმიტომ რომ მე მახსოვს ჯერ კიდევ ამოდენიმე წლის უკან მართლაც რომ ცოტა სხვანაირი სიტუაცია იყო, მახსოვს თქვენ ეთერში განსხვავებული აზრებს მქონე ადამიანებს სამწუხაროდ ყოფილა კიდევაც ცოტათი უხეში დაპირისპირებაც, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანი იყო ის, რომ თითქოს რაღაცა არა მესმის, კი, უბრალოდ თქვენთან პოლიტიკოსებს შორის. თქვენთან მიმართებაში ვამბობ და სხვა შორის მას ჰქონდა ასევე ძალიან კარგი რაც ბევრი იდეოლოგიურად დაპირისპირებული ადამიანი მაშინ ერთმანეთთან რაღაცა დავახლოვდით კიდევაც. კი ბატონო, უნდა შევძლოთ საუბარი. მე პირველ რიგში დავიწყებ ხოთეშორის აი ნიკამ თავის პირველ სიტყვაში ახსენა და აი ამ სიტყვაშიც რაღაცნაირად ნიკასაურიდან გამომდინარე ვიტყვი და ასევე თქვენ ახსენეთ კითხვის ბოლოს აი უნდა ვილაპარაკოთ თუ არა უნდა ვიყოთ ხისტები და მაგალითად ვილაპარაკოთ თუ არა დიალოგი ქონდეს თუ არა რუსეთთან დაკავშირებით. ნიკამ თავიდან რომ დაიწყო ახსენა, როდესაც ევროკავშირზე იყო საუბარი, მან ახსენა ჩვენი ქვეყნის ინტერესები, ანუ საქართველოს ინტერესები რა არისო, ჩვენ ამაში აუცილებლად რა თქმა უნდა ეს მithumetes პოლიტიკოსებს ჩვენ არ ვართ პოლიტიკოსები ყოველ შემთხვევაში ვიცი რომ ნიკა არ წარმოადგენს რამე პოლიტიკურ პარტიას ყოველ შემთხვევაში რეზი არა მე არ ვარ პოლიტიკურ პარტიის წარმომადგენელი მე ერთ-ერთი ბატონი ალექსანდრე არის და შესაბამისად უბრალოდ ვიტყვი რომ პოლიტიკოსებმა უფრო მეტად უნდა იზრუნონ ამ საკითხებზე და მეტად უფრო უნდა გქონდეთ გაცნობიერებული და მithumetes მათი პოლიტიკური მოღვაწეობის თუ ამას მოღვაწეობა ქვია მანძილზე რა ინტერესები შეიძლება გამოიკვეთოს. ინტერესებთან ერთად მე ვიტყოდი ასეთ რამეს. მოდი პირველი მე ყოველ შემთხვევაში ასე უყურებ ჩემი ხედვა ასეთია და შესაბამისად ალბათ ვფიქრობ რეალ პოლიტიკიდან გამომდინარე მithumetes რაც დღეს გეოპოლიტიკაში გეოპოლიტიკურად ხდება ვიტყოდი იმას რომ მოდი რა ამოცანები გვაქვს ჩვენ პირველ რიგში გადასაჭრელი. აი მაგალითად რუსეთთან დაკავშირებით რა ყველაზე მთავარი ამოცანა გვაქვს გადასაჭრელი. მე დარწმუნებული ვარ ჩვენ ახლა დარბაზშიც და მაყურებლის უმეტესობა გვიყურებს ადამიანები რომლებიც ასრომიერებენ თუ ჩვენ საუბრობთ სუვერენიტეტზე არა მხოლოდ ტერიტორიულ სუვერენიტეტზე მათ შორის ერთ-ერთი არის ჩვენი მთავარი ამოცანა რა არის რუსეთთან ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა ხო და ადამიანების დევნილების დაბრუნება იქ და ასევე
ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა უნდა იყოს და როგორ ვჭრით ამ ამოცანებს. ინტერესები გასაგებია ევროპასთან, ევროკავშირთან ასე შემდეგ, მაგრამ არ შეიძლება ჩვენ არ უგულვებყოთ რუსეთთან, რომელთანაც მთავარი ამოცანები გვაქვს ჩვენ შესასრულებელი, არ დავიწყოთ ამ ამოცანების გადაჭერაზე ფიქრი, ხო? მე ამ შემთხვევაში კიდევ ერთხელ საუბრობ პოლიტიკოსებზე. და მით უმეტეს დღევანდელი პოლიტიკოსები, ადმინისტრაცია იქნება ეს თუ სხვა და სხვა. მე ყოველ ამ შემთხვევაში გამოვყოფდი მაგ წინა ადმინისტრაციის პოლიტიკას. წინა, ანუ დღევანდელი ადმინისტრაციის პოლიტიკას ამ შემთხვევაში ასე ხაზგასმით არ გამოვყოფ, მაგრამ აი წინა ადმინისტრაციას როგორი პოლიტიკა ქონდა, ხო? მე არ ვიყავი სხვა და ამ შემთხვევაში ბოლო ორი არჩევნები არ ვარ ქართული ოცნების ამორჩეველი, მაგრამ წინა ადმინისტრაციას ქონდა საკმაოდ ხაზგასმით მკაფიოდ თავისი პოლიტიკა. საუბარი არაზე, მშვიდობის პოლიტიკაში მე გულისხმობ იმას, რაც მაგალითად აი პირველად გააჟღერა იგივე თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა. კიდევ ერთხელ მე ვერც ირაკლი ღარიბაშვილის იმ ადმინისტრაციის დამცველად გამოვდგები და მით უმეტეს ვერც ეხლა ამ ადმინისტრაციას, მაგრამ რა იყო და რისი მომხრევარი მე პირადად. მე და ის გუნდი ვისთანაც ერთად მე მიწევს იგივე თქვა მედიაში ყოფნა, საზოგადოებრივ საწყისებზე ყოფნა და ასე შემდეგ. ანუ მშვიდობის პოლიტიკა, კი ბატონო, სახელმწიფო პოლიტიკა და კი ბატონო, აი ამბობ ამას. მშვიდობის პოლიტიკა რაც ნიშნავს მით უმეტეს იმ პერიოდში რუსეთთან დიალოგის მეტის თქვენ თქვით რომ აი უნდა დავიწყო ხისტები. მეტის რუსეთთან დიალოგთან დაკავშირებით ჩვენ თუ იმ ამოცანის გადაჭერა გვინდა, რაც ყველას გვაწუხებს, ხო? ეს არის ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა. პირველ რიგში უნდა დავიწყოთ რა თქმა უნდა მათთან დიალოგი. რატო? იმიტომ რომ ჩვენ ასევე ვაღიარებთ, ხო? მე მგონია რომ ჩვენ ახლა რაციონალურად ყველა ფიქრობ და ვაზრობთ რომ ვაღიარებთ რომ სხვა ჩვენ დაბრუნების ან ამ ხალხის ჩვენი დევნილების, ან იმ ტერიტორიების დაბრუნების სხვა რაიმე შანსი თუ გვაქვს, სხვა რაიმე თუ შეგვიძლია, კი ბატონო, მაშინ აქა ვარ, თუ ვინმე იტყვის რომ ეს არის ომი, კი ბატონო, მაშინ მითხას, ოღონდ პირველი ის წავიდეს და მზათა ვარ ჩვენ წავიდეთ, იმიტომ რომ მე ჩემი ოჯახის წევრებსაც, ჩემს მეგობრებს, მათი ოჯახის წევრებსაც დაწყებული აფხაზეთიდან დამთავრებული აი ბოლოს ამ სამწუხაროდ ამ ომამდე რაც ორდღიანი იყო, გვიბრძოლია სხვათა შორის და ვიყავით იქ და იყვნენ, მაგრამ ჩვენ გონია რომ ერთადერთი გამოსავალი თუ ამ ამოცანის შესრულება გვინდა მშვიდობის პოლიტიკით, იმ პოლიტიკით რომ უნდა დავილაპარაკოთ ამ ხალხთან, უნდა გამოვნახოთ ყველა გზა რომ ზუსტად აი ამ უზარმაზარმა სახელმწიფომ ჩვენ ახლა მე მგონი ხვდებით რომ მე არ მგონია იმ ხალხთან ვიყოთ ახლა დებატებში, ვისაც კიდე სამწუხაროდ არიან გარეთ და პოლიტიკაში ადამიანები რომლებიც ელოდებიან რუსეთი როდის დაიშლება. ჩვენ ხო რაციონალურად ვაზრობთ არა? ამ შემთხვევაში ჩვენი მთავარი ამოცანებს როგორ წვითავთ ამ ამოცანებს? რაც ნიკამ თქვა ინტერესები და ამოცანები. არის თუ არა მშვიდობის პოლიტიკა და უფრო მეტი დიალოგი და აქვე დავამატებ. მნიშვნელოვანი ერთი რამ. ჩვენ მხოლოდ ურთიერთობებზე და ადამიანურ ურთიერთობებზე და ხიდის აღდგენაზე, დიპლომატიურ ხიდის აღდგენაზე თქვა რუსეთთან მიმართებაში. კიდე რატოა იცი საინტერესო? იმიტომ რომ იქ ჩვენ ვიღაც არ აღიარებს ამას. მილიონამდე ქართველი ცხოვრობს. სხვათა შორის ის ქართველი და ის საქართველოს მოქალაქეები არიან იქ, რომლებმაც აი ამ პერიოდში, ყველაზე უმძიმეს პერიოდში, თუმცა საქართველოს მოქალაქეები ევროპაშიც ბევრი კი ბატონო, მასაც ვილაპარაკებთ. მე უბრალოდ რატო გამოვყავი, მაგრამ რუსეთში მცხოვრები და ამის ეს არის დადასტურებულია ეს და ყველამ კარგად ვიცით. ბატონმა სანდრომას ახსენა რომ ჩემი ოჯახის წევრები ცხოვრობდნენ რომ ერთი პერიოდი, მაგრამ ჩვენ ხო ზუსტად ვიცით ყველამ ქალბატონო ეკა, ჩვენ ხო ვიცით რომ იმ მილიონამდე ქართველმა სულ 800,000 იყოს, 80,000 იყოს და 8 კაცი იყოს. თუმცა 8 კაცი იმ კოლოსალურ თანხებს ვერ შეძლებდა გამოეგზავნა, რაც იგზავნება საქართველოში. რის ხარჯზე ცხოვრობენ ეს ადამიანები, მისი ნათესავები და ოჯახის წევრები. ჩვენ თუ სხვა გზას ვხედავთ ამ ამოცანების გადაჭრის და რუსეთთან ურთიერთობის იმ გაგებით რომ ჩვენ მართლაც ვიყოთ და მშვიდობის უსაფრთხოების პოლიტიკა ვქონდეს, მაშინ უნდა ვილაპარაკოთ სხვა მეთოდებზე, ოღონდ უნდა გამოჩნდეს ხალხი, რომლებიც უბრალოდ კი არ იტყვიან, არამედ და იმას კი არ გააკეთებენ, რაც რა გვისტოს გააკეთეს. მაპატიეთ, მთელი წითელი ხიდი რო სავსე იყო და სადახლოს საბაჟო. არამედ რეალურად ვიცოდეთ, ჩვენ თუ ვაპირებთ ომს, უნდა ვიცოდეთ რესურსები რა გვაქვს, თორე თუ ვაპირებთ ლაპარაკს და დიალოგს, რატომ ვაპირებთ? ამიტომ ვამბობ, რომ ამ შემთხვევაში თქვენი კითხვაც რო დავასრულო. ხისტი კი არა, ამ შემთხვევაში ამ ნაწილში ხისტი უნდა ვიყოთ, რომ და უნდა მოვითხოვოთ, რომ დიახ დიალოგი შედგეს. მით უმეტეს მე ვხედავ, რომ რუსეთის მხრიდან რაღაცეები გაკეთდა.
და თუ ეხა ამას პოლიტიკოსი ვერ დაიჭერს ამ მომენტს და მხოლოდ იმას დავინახავთ რომ რუსეთი დაველოდებით რომ ჩამოიშლება რუსეთი და აი ეს პუტინი ეხა რომელიც იქ არის ძალიან მალე აღარ იქნება და ამ დროს დაველოდებით სხვა შორის ერთ-ერთმა გააკეთა ამ ადმინისტრაციიდან განცხადება იყო ერთ-ერთ საგარეო საქმეთა მინისტრის ერთ-ერთ დღეს რომ არაო ჩვენო არ გვექნება დიალოგიო სანამ იქ ის ხელისუფლება იქნება რუსეთშიო და ეხა ნუ ეხა ხო ხვდებით ეხა რუსეთში შეიძლება ეს ხელისუფლება ანდა მამდაგვარი ხელისუფალი იყოს კიდევ რამოდენიმე წელი და ჩვენ რას ვაპირებთ იმიტომ რომ ისინი არიან არ ვლაპარაკობთ აი ეს არის უბრალოდ ჩემი მოსაზრება. მადლობა, სხვათა შორის ეს არგუმენტები არსებობს. მე ბატონ სანდროს მინდა დაუბრუნდე, იმიტომ რომ უყურეთ იქ საქართველოს მოქალაქეები არიან, მათი ასე ვთქვათ ის დივერსიფიკაცია რისკების, როგორ წარმოგიდგენიათ, რაც ვთქვათ რუსეთთან. აი ძალიან მკაფიოდ ჩვენ რომ ევროპაზე გავაკეთოთ განაცხადი, ნუ ეხლა ევროკავშირში შესვლა არ არის მარტივი პროცესი, თქვენ ჭკვიანი კაცი ბრძანდებით და იცით ის რომ ასე უცებ არ მიგვიღებენ, ხო ხედავთ კანდიდატის სტატუსზე რამ ხელა გამოწვევები ქონდა. რას ვთავაზობთ საზოგადოებას, როდესაც ეკონომიკურად ძალიან მაღალი კოეფიციენტით, მათ შორის ტურისტების შემოდინებით, ინფრასტრუქტურული და ასე შემდეგ სხვა და ტრანსმაგისტრალური ტვირთების რაოდენობით პირდაპირ რუსეთის ფედერაციაზეა ყველაზე დიდი ხვედრითი წილი, ხომ? ეს სტატისტიკის სამსახურმაც გამოაქვეყნა. თქვენი მოსაზრებები, თქვენს ვართ კითხვას, მაშინ ვიყვავს მეგობარი, მაგრამ აი საუბრობს რისკებზე მარია ზახაროვას განცხადებას შეგახსენებთ, ბატონ სანდრო. როგორ წარმოგიდგენიათ საგარეო პოლიტიკაში, ასე ვთქვათ, ხელისუფლების პოზიციონირება თქვენ რამდენად ახლოს დგას ეს ჩვენს სახელმწიფოებრივ მიდგომასთან ვეცდები ბატონო ჩემი აზრით ესე იგი ხოდა 80-იან წლებში ხალხი ჩვენი მოსახლეობა შეიძლება ხდებოდა უდიდესი ნაწილი ლაბორატორიაში ცხოვრობდით და ამიტომ 90-იანებში როცა ეს დაიშალა საბედნიერო საბჭოთა კავშირი უხერხულიც იყო გეთქვა რომ პრორუსი ვარო ან რაღაც ასეთიო აი იმიტომ რომ აი მე მახსოვს აი მართლა რაღაც აი ჩვეულებრივ დონეზე ამერიკა ეს რაღაც ისეთი შეიძლება არც იცოდი რა იყო არც ყოფილიყარ იქ იმიტომ რომ ბუნებრივად ვერ გააკეთა და ბევრი ადამიანი ამას მაგრამ მაინც იყო ის რაღაც აი ნათელი წერტილი იყო მაგრამ ეს ერთი ნაწილი იყო ამის იმიტომ რომ ჩვენ დავინახეთ რა იყო ბოროტება მაგრამ მეორე მხრივ ჩვენი უცოდინრობის გამო უბრალოდ აი ჩვეულებრივ ცხოვრებისური გამოცდილების გარეშე რო არ ქონდა აი ვიცი ცოდნა რო არ ქონდა უნივერსიტეტებში ასე საბაზრო ეკონომიკურ არის ვერ ასწავლიდნენ ხალხს და ასე შემდეგ ამის გამო ჩვენ უბრალოდ მთელი ეს რაც რამდენი წელია უკვე ვართ 40 უახლოვდებით ხო ამბობ 40 წელს ამდენი ხანი ვაკეთებ წელი გვისრულდება საქართველოს დამოუკიდებლობა ხო და ამდენი ხანი ვერ მიხვდით საერთოდ წავსულიყავით და სიამდვილეში თქვენ როცა კითხულობთ რომ ის რა ქვია აი რატომ არ გვიღებენ და გეგონება ჩვენ აი ისეთი ევროპული ქვეყანა ჩამოყალიბდით რომ აი უბრალოდ გეწყინება კიდეს რომ ჩვენ ეს ევროპელები ვართ ასე შეხედე აი ჩვენ გერმანელებზე უფრო კარგი სასამართლო გვაქვს აი ეს ინგლისელებზე უფრო წესიერი პოლიტიკური გვაქვს კულტურა გვაქვს და პარლამენტი და რა შეიძლება სინამდვილეში მთელი პრობლემა რაში იყო რომ ჩვენ ნუ გარდა იმისა ეხლა ზოგადად რომ აი ჩვენო მთავრობებმა რაც უკნა ამ ქვეყანას როგორ გაძარცვეს კუპონიზაციიდან დაწყებული რა დედაუტირეს ეკონომიკას როგორ გააღატაკეს ხალხი როგორ გაანადგურდა საბოლოო ჯამში განათლების სისტემა და ფაქტობრივად უნივერსიტეტები აღარ დავრჩა ქვეყანაში ერთი პედაგოგის ჰქონდა ცდილობა მართლა ნამდვილი უნივერსიტეტი გაეკეთებინა და ისიც ამ გარემოში და ასეთი განათლების სამინისტროში უბრალოდ შეუძლებელია მოცანა და რა მოხდა ამის შედეგად ანუ ჩვენ სიამდვილეში ეს ხუნებებიც არის ხოლმე რომ ამერიკელი სოციალისტებიო რაღაცას რომ მოსწონთ კომუნიზმი და არ უნახია და არ უსწავლია და აქეთ კიდე აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტებთან დასისხლენებული ბრო დადიან იმიტომ იციან რა არის ეს ხო და აქაც იგივეა ანუ ჩვენ ერთი მხრივ კარგავთ იმ ხალხს იმ თაობას ანუ ვიღაცა ბუნებრივად ხო გადის რაღაც ხო ყდება და შემდეგ ვინც უბრალოდ იცის ნახა რა ბოროტება იყო ის საცხოვრობით რა იყო რუსეთი გამოცდილება აქვს რუსეთში ცხოვრების და აი მართლა ის კი არა რაღაც ვირტუალურად იცის რაღაც იქ ხდება აი მართლა ადამიანი რეაგირებულებაა რუსეთში და რით გამშავდება ჩვენი და მათი საზოგადოება და რომ მე ჩემი არით უბსკულია და ვერასდროს ვერც დაახლოებით რუსეთში რა ვიცი ბევრი თაობა დაჭირდება რომ იმ კატასტროფიდან გამოვიდნენ რომელშიც იმყოფებიან თუ გამომართლა კიდეც ხო და საბოლოოდ ეს რომ მოხდა ჩვენ საზოგადოებაში ისევ გახდა ასე ვთქვათ დასაშვები საჯარო სივრცეში რაღაც გაგებით თქვა რომ აი რაღაცნაირად რუსეთი შეიძლება ან ჩინეთი შეიძლება ვიცი ევროპის ალტერნატივა იყოს
ჯერ რა თქმა უნდა ამას ძალიან ისე ჩუმად რომ აი ეს ჩვენ რაღაც არც ჩინეთი გვინდა არც რუსეთი არც საქართველოს უბრალოდ ევროპა ჩვენ რაღაც საქართველოს პროქართველები რაღაც ეს და ეს მე ნეიტრალიტეტიო მე ისაო და ნელ-ნელა უფრო და უფრო შემოდის ღია დისკუსიაში, იმიტომ რომ სინამდვილეში ორი პრობლემა გვაქვს რა. ანუ ერთი რომ როცა თავისუფლებას თუ აფასებ, თავისუფლება ლომთახვედრი არის, თქო არის ნათქვამი, იმიტომ არის რომ ამას სუბძოლა ჭირდება. ის თავისით არსად არ დევს. არავინ არ დაიტოვებს შენ დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს, იმიტომ რომ კარგი ადამიანი ხარ და რაღაც კარგად ლაპარაკობ. ანუ ტაცებლების ის არის სამყარო და არასდროს არ ყოფილა ის ტაცებლების სამყარო როა, იმიტომ რატომ ერთთან შეიძლება, აგერ ტრამპიც ესაუბრება პუტინს, ანუ ჩვენ მაინც და მაინც რომელიმე ერთი მხარესთან ჩახუტების პოლიტიკაზე ხომ არ დავასრულე, ანუ რომ გასაგები იყოს, ანუ მთელი ამბავი საბოლოო ჯამში ის არის რომ როცა აი ასეთი პრივილეგია მიიღეთ 200-მდე ერთს აქვს პრივილეგია თვითონ გადაწყვიტოს თავისი ბედი, დანარჩენი რაღაც სხვა დიდი ქვეყნების ნაწილი. ხო და წამოვიდგინე ათასობით ერია ოღონდ და ძალიან დიდი პრივილეგია დაგვიტოვეს ჩვენაც წინაპრებმა და უფროსმა თავებმა. ხო და წამოვიდგინეთ რა შეიძლება საქმე. ჩვენ თუ ამ სამყაროს გადავხედავთ და დავინახავთ რომ ის კი არა რომ ამერიკა იდეალურია, ან ევროპა იდეალური. ამაშია პროპაგანდა აწყობილი ანტიდასავლური რომ 400 მილიონიან ქვეყანას რო უყურებ, ან რა ვიცი 20 ქვეყანას რო უყურებ, რომ თვითონ რაღაც 10-ჯერ დიდი რო არის ისლამის ყველა ჩვენზე. იქ იმდენი ბოროტება ხდება, რა ვიცი, კვლელებიც იქნებიან, რა ვიცი, მოძალადეებიც, ასეთებიც, ისეთებიც. თან დემოკრატიული ქვეყნებია წარმოიდგინეთ, იქ მთავრობები იცვლება. ეს ჩვენ ვართ ასეთი ერთპიროვნული მართლობის ტრადიციით, თორე იქ დემოკრატიული ქვეყნებია. ჯერ ასეთი მემარცხენე მთავრობა მოვა, მე მემარჯვენე მთავრობა მოვა. ვიღაცა პუტინი ევასება, ვიღაცას არ ევასება. ანუ და შეიძლება იპოვო რომ აი ნახე აი აი ესპანეთში აი ხა ესპანეთში ვიღაც მემარცხენეა და ამიტომ ის ასე მემარჯვენე იყო ის არ გაახსენდებოდა და გაახსენდებოდა ვიღაც მაგალითად პოლონეთში რო იქნებოდა ვიღაც სხვა. სინამდვილეში უზარმაზარ სამყარო დასავლეთ სამყარო ძალიან დიდია იქ ავსტრალიაც იქ შედის და იაპონიას და საბოლოო ჯამში ეს ცივილიზებული სამყაროს ნაწილი. თუმცა ახლა კოლექტიური დასავლეთის თემა დაირღვა ბატონ სანდრო. არაფერი არ დაირღვა. ხო და ამაშია, იმიტომ რომ თელი პროპაგანდა იმაზე აწყობილი რომ აი ამ უზარმაზარ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა გამოაცხადა თქვენ აი ეს პროპაგანდა როგორ აწყობილი იცით რომ აი ამ უზარმაზარ სამყაროს ნაწილში ძალიან მრავალფეროვანში დაინახო ცუდი და იმაზე ილაპარაკო ან ცუდი თუ რეალისტური? ანუ ცუდი რა ეხლა როგორ შეიძლება კარგი იყოს თუ ამერიკა ეჩხუბება დანიას. ამაში სიკეთე არის, მაგრამ ჩვენ ეს ხო უნდა დავინახოთ და გავაანალიზოთ რომ როგორი მანევრი გავაკეთოთ საგარეო ჯერ მანევრი რო გააკეთო, ამიტომ უნდა გაწყდო რა გინდა. ანუ მთელი ეს ამხილა შესავალი იმიტომ იყო რომ ჯერ უნდა მიყვეთ რა გვინდა. იმიტომ რომ ჩვენ თუ გვინდა თავისუფალი ქვეყანა ვიყოთ. მართლა თავისუფალი გვინდა. რომ ჩვენი მოქალაქე თავისუფალი იყოს. აი ეს ასე არა ფრიგასაგდები ჯერ არის დავასრულებინ პოზიცია თუ შეიძლება. ამისთვის ჩვენ ჭირდება სმუდმივი ბრძოლა. ეს ბრძოლა არის მარტო რაღაც ლაპარაკი. საერთაშორისო ურთიერთობაში ყოველთვის ბრძოლა, ფიზიკური ბრძოლა. და ჩვენ ვიდრე სუსტები ვართ და პატარები ვართ, იმის რესურსი ყოველთვის ახლომლაში არც კი გვექნება, რომ ჩვენ თავარტერს დაუპირისპირდეთ. რომ თავი დავიცვათ, დამოუკიდებლად და შემდეგ. ამიტომ ერთადერთი შანსი, რომ ჩვენ ტერმა არ დაგვიპყროს, ან არ დაგვაბრუნოს იმ მონათლობელობაში, ან იმ თავის ჯოჯოხეთში, რომელიც თვითონ აქვს მოწყობილი თავისი მოქალაქეებისთვის, არის ის, რომ ყავდეს მეგობრები, რომელიც დაგვიცავენ. აჰა. ოღონდ პრობლემა რაში მდგომარეობს? ქვეყანა ხო აბსტრაქციაზე აქვს, ქვეყანას რო საუბრობთ, გულისხმობთ ადამიანებს, გულისხმობთ, ხო? ანუ ტექნიკურად ქვეყნების სახელმწიფო ვერ მეგობრობენ, იმიტომ რომ უბრალოდ არ არიან ფიზიკური ობიექტები. მაგრამ საუბრობთ, რომ ჩვენ გვჭირდება მეგობარი, ჩვენ გვჭირდება ადამიანები, რომ დასავლეთში იყოს ბევრი ადამიანი, გერმანელი, ამერიკელი, ფრანგი, რომელსაც გული შესტკივა საქართველოს. როგორც ვიღაცას ჩვენ შემთხვევაში შეიძლება შესტკიოდეს, რა ვიცი, ებრაელებზე, პალესტინელებზე, ირანელებზე, ჩინელებზე, ამერიკელებზე, ხო არის ასეთი ხალხი. მაგრამ ცოტაა როგორც წესი. აი ასევე ცოტა ადამიანი ამერიკაში, ვისაც საერთოდ ჯორჯია რა არის იცის. ნუ შტატი რო არ გონია. ასევე ცოტა გერმანიაში, ვისაც შესტკივა გული საქართველოზე. და საბოლოო ჯამში ამიტომაც არ გამოდის, რომ ჩვენ ამიტომაც არ გვყავს მეგობრები. იმიტომ კი არა რომ ჩვენ არ ცუდი ხალხი ვართ ამისახვით, უბრალოდ ჩვენ ვერ გავხდით იმ დასავლური ოჯახის ნაწილი. ერთ მაგალითს მოვიყვანთ, რას ნიშნავს აი როგორ ურთიერთობენ ხალხი, როცა ფინეთის 100 წელი იყო დამოუკიდებლობის მოპოვების, შვედეთმა ფინეთს აშუქა მთა. ну რაღაც ჩვენი ტერიტორიას და თქვენ გაჩუქებთ და თქვენი ყველაზე დიდი მთა იქნებაო და ანუ ასეთი რაღაც გააკეთა. წარმოიდგინეთ რომ ჩვენ თავრობას სომხეთისთვის იშუქებდა მთა, ხო დამთავრდებოდა მთავრობის ისტორია ერთ საათში უბრალოდ. და იმიტომ კი არა რომ ანუ ჩვენ არ ვართ ისეთი მეგობრები სომხებთანაც კი,
როგორი მიუხედავად ის რომ ძალიან ბევრი საერთო გვაქვს და ბევრი სამხი აქვს ხოლმე ბევრი ქართული იქ აი როგორც ფინელები და შვედები ერთმანეთთან ხო, მაგრამ მუდმივი მეგობრები და პარტნიორები ხანდახან ოჯახში არ გავს ადამიანს. ხო, გასაგებია, მაგრამ ამის გამო ჩვენ ხო ყველა მეგობარს ხო არ ვეჩხუბები და ხო არ ვცემთ ყველა შუაწყობას ხო არ ვყავთ, მაგრამ წამოდი რამ. შეიძლება მეგობრები და რა სიტუაცია აზერბაიჯანს, ვესაუბრებით თურქეთს, ხო არ ჩხუბობთ? ხო და რა დავასრულოთ ჩვენ ნიკამაც დაადასტურა ადამიანური მაგალითი რო ავიღოთ, საბოლოოდ ამ შეიძლება წამოიგინოთ რომ მეზობელი ყავთ გიჟი ვიღაც კარატისტი, რომელიც ხან შემოგივარდება ქცემს და რაღაცა და აქ მეგობრები ყავს, რომელიც არანაკლებ ძლიერები არიან, შეიძლება დაგიცვან, მაგრამ ამ მეგობრებს ხან რას ეძახიან, რა ხან ქვას ესვრი, ხან იტყვი თქვენი არ მინდა ვარაფერიო, თქვენი არ ვარ მიქართო, აგერ შენ უშნო ხარო, შენ უშუდად ხუმრობო. ანუ ასე ეს მეგობრები შეიძლება ხო არ მოვლენ. 35 წელი ვაკაკუნებთო, რას ვაკაკუნებთ? ისიც კი ვერ შევძველით საზოგადოებამ, რომ ერთპიროვნული მართლობა დავასრულოთ. რომ ჩვენ ქვეყანაში ოდნავ დავამსგავსოთ პოლიტიკური სისტემა, რაც დასავლეთშია. აი თქვენ რო გონიათ რომ იქ რაღაცები და განხეთქილებები რაღაც, იმიტომ რომ 20-30 ქვეყნის თარობები რო იცვლება, ხან ასეთია, ხან ისეთია, ხან უკეთეს ურთიერთობა, ხან უარეს ურთიერთობა და ჩვენ სულ ერთი ბელადი ყავს. კორუფცია ევროპაშიც თვითონ იჭერენ ძალიან ბევრს ევროპარლამენტარებს კორუფციული და სხვადასხვა მომენტები. სულ იპოვით სულს რამე თქვა ევროპაში. ფაშიზმი, ნაციზმი, კომუნიზმი, ყველაფერი ევროპიდან წამოვიდა. უყურე ბატონსად რომ მე თუ უნივერსალური ვარ, მაშინ საერთოდ რაღაცი მჭირდება ის ევროპა, ესეთი უნდა მივიღოს ევროპამ, დამეხმაროს, გამზარდოს. ანუ მარტო მე უნდა მქონდეს? აი ისეთი, რომელიც ვერ დავამარცხე თუნდაც ერთპარტიული მმართველობა. აი ევროპა უნდა დაამარცხოს ჩვენი ერთპიროვნული არა, მაგრამ უნდა თუ მე უნდა ვემეგობრო იმას, მეგობრობა ორმხრივი უნდა იყოს. მე მჭირდება პირველ რიგში. ხო, ასეთია. ჩვენს გარეშე ევროპა იარსებებს და ჩვენ კიდევ მოდით ნაწილი გავხდებით, ხვდებით რა შეიძლება. პრინციპული განსხვავება. პრინციპული განსხვავება არის, ანუ ძირითადი ღერძი ის არის, რომ მეგობარს თუ გინდა იმასთან მეგობრობა, უნდა ასე ვთქვათ, მას ასე ქვები პატივისცე და ქვები არ ესწრო. თუმცა მე ვფიქრობ ანალოგიური შეგიძლია რომ მოითხოვო მისგანაც რეზო, შენი პოზიციები ამ საკითხზე და ეკონომიკური დივერსიფიკაციებიც რომ შენი მოსაზრებით აი რუსეთის იმავე ზახაროვას განცხადების შემდგომ რა შეიძლება იყოს. მაგრამ მოდი ისიც ვთქვათ რომ რუსეთთან ყველა საუბრის შემდგომ დადებული შეთანხმებები დარღვეულა. ეხლა ძალიან ბევრ კითხვებს გვიგზავნის მაყურებელი და ეს კითხვა შემოგვაგებეს შემდეგ მერაბსაც ამას შევეცდები. მე მაგალითად ვიტყვი რა შესრულებულა. შემდგომ რეზოს შემდგომ. აი ევროპასთან მიმართებაში ჩვენ არა გვაქვს სწორი პოლიტიკა. ეს არის ბატონი სანდროს ძირითადი მოსაზრება. ის რომ შვედეთს არ უჩუქებია ფინეთისთვის. თა ეს იყო ნორვეგია მაჩუქა ფინეთსთან და დღემდე არ არის ეს გაფორმებული. არ მნიშვნელობა აქვს, იმიტომ რომ როდესაც პოლიტიკოსები ვართ, უნდა მეტად ხო, გასაგებია, ანუ შეეშალა არ არის. მაგრამ მეწმეში. ანუ თა არ უჩუქებია ეს. აი არა. ნორვეგია იყო. აი არ არის ეს არსებით. კი ბატონო. კი ბატონო. კი ბატონო. ზახთან შეურაცხყოფას ვაკეთებ, მე უფრო ხო, კარგი, რევას. ხო და ერთმანეთს რაღაცები დავთმოთ. კი ბატონო. რაც შეეხება ახლა დღევანდელ მოცემულობას, მე განსხვავებით ჩვენი პოლიტიკოსებისგან, მე არ ვარ იდეოლოგიურად ძალიან შებოჭილი და გამომდინარე რეალობიდან, უნდა ვიმოქმედოთ რეალობიდან გამომდინარე, ხო? მე მაგალითად ძალიან ბევრი რამე არ მომწონს, რაც ჩვენ გარშემო ხდება. ან ის აქტორები როგორ იქცევიან მაგალითად თავიანთ საშინაო თუ საერთაშორისო პოლიტიკაში და საერთაშორისო წესრიგის იმ მოცემულობით რღვევა სამწუხაროდ პატარა ქვეყნებს არ აწყობთ, რომელიც დღევანდელ დღეს მიმდინარეობს და ხედავთ რომ რეალურად ტრამპს მხოლოდ პუტინთან ან შისთან უნდა ლაპარაკი და მის ასე ვთქვათ მცირე პარტნიორებსაც კი არ ითვალისწინებს. პრობლემური არის თვითონ ისიც რომ დასავლეთი თვითონ როგორიც იყო ადრე მიზიდველი ჩვენთვის და შეიძლება წინათაობებისთვის იყო, მაგრამ ჩემი საბჭოთა კავშირის დროს იყო ეს პარადიგმა, რომელიც აღარ არის ეხლა. არა მარტო საბჭოთა კავშირის 90-იანებში და ჩვენ ახლა ვინც იქ ვისწავლეთ ნახეთ. ვიღაცას ვაფასებთ, ვიღაცას არ ვაფასებთ, მაგრამ როდესაც ჩემ მეგობრებს ბრიტანეთში იჭერენ Facebook პოსტების გამო, ეს არის პრობლემური და ჩემის აზრით ეს თავისთავად მათ იმიჯს უხევს ძირში. მაგრამ მოდი ჩვენ იმიჯებზე ვისაუბროთ, ხო, ჩვენ რატომ არ გვინდა იქ? ჩვენ რატო არ გვინდა და გვინდაზე არ არის? ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ყველაფერი, რაც ჩვენთვის იქნება სასიკეთო. კი ბატონო. ოღონდ ეს არ უნდა გამოვიყენოთ ისე, რომ ჩვენ დავრჩეთ წაგებულ პოზიციაში, ხო? მაგალითად, როდესაც ჩვენ ვაფორმებთ ხოლმე რაღაც სხვადასხვა ტიპის ხელშეკრულებებს, როდესაც ვაფორმებთ მაგალითად თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებებს, იქნება ეს ნებისმიერ აქტორთან იქნება ეს ევროკავშირი, რუსეთი, ჩინეთი, ისე უნდა მოვიქცეთ, რომ წაგებულ მდგომარეობაში არ დავრჩეთ, რადგან ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. მე არ დამოიწყდება არასდროს, როდესაც ევროკავშირთან გაფორმებული თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებით, სადაც ჩვენ დათქმები არ ჩავდეთ არანაირი და ვიყავით ძალიან ახრთოვანებული და ეიფორიაში დროშებს ვაქნევდით,
სინამდვილეში შინაარსი არავინ არ ლაპარაკობდა, ხო? ამან საბოლოო ჯამში გამოიწვია ის, რომ საქართველოში სამწუხაროდ თავისუფალი ბაზრის პირობებშიც კი არ არის განვითარებული მაგალითად მონოინდუსტრიული ცენტრები, რომელიც საბჭოთა კავშირის შემდეგ დარჩა, რადგან დღევანდელი ჩვენი ეკონომიკა არ არის გეგმიური ეკონომიკა და მონოინდუსტრიულ ცენტრებს, როგორც არის მაგალითად ჭიათურა, როგორც არის მაგალითად აგარის შაქარი, ვეღარ აკმაყოფილებს და ნაცვლად დივერსიფიცირებისა ისევ და ისევ აგარის შაქარი იყო ორიენტირებული აგარის შაქრის წარმოებაზე. მთლიანად გაჩერდა ეს, ხო, იმიტომ რომ შემოვიდა დიდი რაოდენობით იაფი შაქარი ევროპიდან. რა თქმა უნდა, ბევრი იტყვის, რომ იქიდან გამომდინარე, რომ საბოლოო ჯამში უფრო იაფი იყო და ხალხს უფრო ეს ერჩივნა, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში ესეთი მიდგომები ჩვენ გვაზიანებს. ეხლა ვიტყვი რატომ? იმიტომ რომ ჩვენთან პოლიტიკურ პარტიებს სამწუხაროდ არ აქვთ ქვეყნის განვითარების ხედვა, იქნება ეს იდეოლოგიური, იქნება ეს მოქნილი ზოგადად. და მუდმივად არის აიქრობა საგარეო პოლიტიკაზე. არავინ არ საუბრობს იმაზე, მაგალითად, ეხლა ჯიშენის საკითხთან დაკავშირებით, ხო, დაავადებულს ბავშვების მშობლებს, რომელთა სოლიდარობასაც უცხადებ აბსოლუტურად. იქნებ პრობლემა იმაში არის, რომ პატენტები, წამლების პატენტები მართლა ძალიან ძვირი ღირს და იქნებ ჩვენმა ქვეყანამ იზრუნოს იმაზე, რომ სხვა ქვეყნებთან კონდეს მაგალითად ურთიერთობა, რომლებიც ჯენერიკებს ამოწმებენ. რა განსხვავება, პატენტები არის ძირითადად ევროპული იმპერიალიზმის და ამერიკული იმპერიალიზმის დამახასიათებელი, როდესაც ისინი ასე ვთქვათ, სარგებლობენ იმით, რომ იყო ერთი პერიოდი მონოპოლისიანი მსოფლიო და მათი კორპორაციები აწარმოებენ წამლებს და ყიდიან ზვირად ღარიბ ქვეყნებზეც, რაც საბოლოო ჯამში უფრო აძლიერებს კიდევ უთანასწორობას. ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ ჯენერიკები, რომლებიც დაეხმარებიან ამ ბავშვებს, მივიღოთ მაგალითად ეს წამლები ინდოეთიდან, ხო? აქედან გამომდინარე დივერსიფიცირება ურთიერთობის უნდა იყოს მრავალმხრივი. არ შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიმართულებით ვითარდებოდეთ. არც ერთ ნორმალურ ქვეყანას კონსტიტუციაში არ უნდა ჰქონდეს ჩაწერილი საგარეო პოლიტიკური კურსი, რომელიც ქვეყანას ზღუდავს. იქიდან გამომდინარე, რომ ისტორია ჩვენ თუ კარგად ვიცით, არ არსებობენ მუდმივი ბლოკები, არ არსებობენ მუდმივი იმპერიები, ყველაფერი იცვლება. და ჩვენ უნდა ვიყოთ მაქსიმალურად მოქნილები და უნდა იყოს ყველაფერი მოქნილი და დამოკიდებული იმაზე, რა იქნება უკეთესი ჩვენი ქვეყნისთვის და რა სარგებლოს ნახავს ჩვენი ხალხი. სამწუხაროდ, მე არ შემიძლია არ ვთქვა ისიც, რომ ბოლო 35 წელია ჩვენ არც ვიცოდით რა იყო, არც დასავლეთი, არც თავისუფალი ბაზარი. მე არ ვამბობ დადებითი ვარყოფით შეფასებას. უბრალოდ ცოდნა არ იყო ამასთან დაკავშირებით და გვეგონა რომ უცებ ავშენდებოდით ძალიან ბევრს. მაგრამ ეს ასე არ მოხდა. ძალიან ბევრი პოლიტიკური რეფორმები, რომლებიც წამოვიდა მაგალითად დასავლეთიდან საბოლოო ჯამში გამოიწვია მასიური დეინდუსტრიალიზაცია SSRK-ს დაშლის შემდეგ. არავის არ უზრუნია იმაზე, რომ ახალი ბაზრები ეპოვა, ხო? მასიური პრივატიზებამ რა გამოიწვია, ხო? საბოლოო ჯამში ჯანდაცვა გახდა, შეიძლება ბევრი არ დამეთანხმოს, მაგრამ მოსახლეობისთვის ეს არის უფლება. ჯანდაცვა უნდა იყოს უფლება. ჩვენ მივიღეთ ის, რომ ექნების ხელფასი იყო 154 ლარი. ხო? 154 ლარი. აქედან გამომდინარე ბევრი ამბობდა უარს და გადიოდა პროფესიიდან. საქართველოს ბანკი არ უნდა ფლობდეს ჯანდაცვას. არ უნდა ფლობდეს EVEX და არ უნდა იყოს მონოპოლისტი და თამაშის წესების გამკარგარი, ხო? ხო, მაგრამ თქვენ მთლიანად სისტემის წინამდე მიდიხართ და საბაზრო ეკონომიკის პრინციპია ეს, ხო? საბაზრო ეკონომიკის პრინციპი ისიც არის ქალბატონო ეკარო, გონებულად უნდა მიუდგეთ რაღაც საკითხებს, ხო? ყველაფერს ესე მიშვება არ შეიძლება, იმიტომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში უნდა დავასრულო ეს ძალიან დიდი ბოდიში. ამერიკის შეერთებულ შტატებში ძალიან ბევრი რეგულაცია არის, მიუხედავად იმისა, რომ ბევრს ამის აღიარება არ უნდა. რეგულაცია არ უნდა იყოს იმისთვის, რომ უბრალოდ რეგულაცია გქონდეს. ჩვენ 4-ჯერ უფრო ნაკლები ექთანი გვყავს, ვიდრე ეს საჭირო არის. ქვეყნიდან არის პროფესიული კადრის გადინება. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენს ქვეყანაში არის კატასტროფული ეკონომიკური მოცემულობა. ჩვენ ქვეყანაში არის ძალიან დიდი სოციალური უთანასწორობა, მოსახლეობა უფრო ქვევით და ქვევით ჩადის. ჩემი ბავშვების მეგობრების უმეტესობა ქვეყნიდან მიდის ემიგრაციაში, რომ ვერც ერთმა მთავრობამ პირდაპირ ვიტყვი, ვერ მოახერხა უზრუნველყოფა იმისი, რომ აქ ადგილობრივმა ადამიანებმა თავი დაფასებულად იგრძნოს სოციო-ეკონომიკურად. ეს ტრაგედია არის, ხო? და აქეთ კიდე ბიზნესები დღეს მელაპარაკებიან. ბატონ ისანდროს არგუმენტი იყო, რომ ევროპა სწორედ ამისთვის გჭირდება, დიახ. ჩვენთან როდესაც გაუქმდა, ხო, ეს გაუქმდა სააკაშვილის დროს შრომის ინსპექციის შედეგადაც 2000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მაღარუელებთან ერთად დავდიოდი მე წლების მანძილზე და ჩვენ რა ვნახეთ, ხო? იხსნება ახალ-ახალი მარკეტები, თითქმის ყოველ თვე, ყოველ ნაბიჯზე და 5 ადამიანის ნაცვლად ამუშავებენ ერთ ადამიანს 600 ლარზე. ხო, აი ესეთი გამოწვევები არის, ხო? და ამ საკითხების მოგვარების თემებზე ჯერჯერობით არავინ არ საუბრობს და ევროპაზე და ევროპა ფასების რეგულაციაზე სახელმწიფო დაიწყო. ხო, და ვნახეთ როგორც დამთავრდა საბოლოო ჯამში არც ერთი არავინ არ იყო მშრომელი კლასის წარმომადგენელი, იყვნენ ნაირ-ნაირ ბიზნესები წარმოადგენელი და მხოლოდ იმაზე წუწუნებდნენ, რომ თურმე მათ როგორ ასე ვთქვათ გაუჭირდებოდათ ამ საკითხების გადაჭრა. მაგრამ როდესაც ჩვენ მივაწვექით ძალიან ბევრჯერ ჩემი პროფკავშირით, ძალიან ბევრჯერ მივაწვექით სიტუაციას მშრომელების გაერთიანებით, ჩვენ შევძელით ის, რომ ხელფასები გაგვიზრდია ხელფასები მათ შორის
ну ეხა მესმის რომ ზოგი პოლიტიკოსისთვის სასაცილო არის შრომელთა კლასის დაცნო მისაღები არის, მაგრამ მამაზე ამორჩეველი თავის დასკვნას დადებს. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ საბოლოო ჯამში არსებობს რაღაც მექანიზმები, რითითაც ჩვენ შეგვიძლია მოქმედება. ჩვენ უნდა ვაიძულოთ ვიღაცას რაღაცა არ უნდა ვაიძულოთ. გამოვთავისუფლოთ ადგილი. მივიღოთ ყველანაირი ბენეფიტი ყველასგან. კარგით, ბატონ მერაბთან მინდა და შემდეგ ნიკასთან. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და სანდროს დაუბრუნდები რუსეთის ფაქტორი, ხო? რუსეთი ჩვენთვის ბოლო ათწლეულების განმავლობაში და უფრო ადრეც ოპერირებდა, მოდი ამ ტერმინს გამოვიყენებ, ძალიან ხშირად როგორც პირობის დამრღვევი სახელმწიფო, ხო? თითქმის ყველა ათწლეულში ერთხელ ქონდა ომი, ოკუპირებული ტერიტორია. აი ამის შემდგომ, თქვათ, საუბარი მე მესმის თქვენ ცალსახად არ ამბობთ იმას, რომ ჩვენ რუსეთისკენ უნდა წავიდეთ, მაგრამ ამის შემდგომ საუბარზე საუბარი არის თუ არა წყლის ნახვა პოლიტიკაში? არც მაგას არ ვამბობ და მით უმეტეს არ ვამბობ და ღმერთმა დაგვიფაროს ვინმეს გუბერნია ვიყოთ როდისმე. გამორიცხულია ეს. და ძალიან ხშირად ამაზე აპელირებენ, ვინც თქვათ, ასე მსჯელობს და ასე ფიქრობს. მე ხო არც ერთ მათგანს არც მაქვს უფლება და არც ვაკრიტიკებ, რატო ფიქრობ ასე, ან რატო გახარ ამ იდეოლოგიის მომხრე, ხო? აქ საუბარი როცა რაღაც მაგალითებს ვამბობ. ერთი და კიდევ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რა არის. მე როგორც არაპოლიტიკოსი და ამ შემთხვევაში როგორც ადამიანი თქვათ, იგივე თქვათ, ორგანიზაციის არასამთავრობო ორგანიზაციის წევრი თქვათ, ტელეწამყვანი მსახიობი თქვათ, ხო, ამ შემთხვევაში მე მაგალითებით მომყავს. ანუ პოლიტიკოსებო უნდა გაჩვენო მაგალითი. მე რატო ვამბობ, რომ ჯერ ერთი კიდევ ერთხელ უბრუნდები იმას, რომ ჩვენ თუ ვიცი და გაცნობიერება გვაქვს რა ამოცანები გვაქვს შესაძლებელი, მეორე კიდე დიპლომატიას და საუბარს რა მნიშვნელობა აქვს და აქვე არის ყველაზე მთავარი ეკონომიური ფაქტორი, ხო? მე მაგალითად ვიტყვი ერთ მაგალითს ეკარისი მონაწილეც მე ვარ და რაც მე ერთმა არაპოლიტიკოსმა, არამედ ერთმა ორგანიზაციის წევრმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წევრმა შევძელი და მოვახერხე თქვათ რუსეთთან მიმართებაში. უბრალოდ კი ბატონო, აი ხო და ერთი მაგალითი საგანი გახდა. ამიტომ ხალბატონო, აი ძალიან მოკლედ ვიტყვი და მე არჩევეს და მე უბრალოდ ანუ, როდესაც ჩვენ მე პირადად ჩავედი რუსეთში, მოსკოვში შეხვედრა მქონდა დუმის დეპუტაციასთან. მათ შორის ყველაზე დიდი, თუ შეიძლება ითქვას, რეზოლუცია დაიდო და აი ეს იყო განცხადება დაწერილი, რომ ჩვენ მოვითხოვეთ, დავაყენეთ საკითხი, რომ საქართველოს მოხსნოდა უვიზო რეჟიმი საქართველოს მოსახლეობას და მათ შორის აღდგენილი იყო ფრენები, რომელიც შეწყვეტილი იყო რიგი მიზეზების გამო. როდესაც ჩვენ საკითხი დავაყენეთ და ეს რეზოლუცია 6 თვის თავზე მიიღო რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და ხელი მოაწერა, რაზეც მე იქ მყოფმა მადლობა გადაუხადე და ჩამოვფრინდი პირველივე რეისით, რომელიც აღდგა, აი ამის მერე დაიწყო ის რაც დაიწყო და ეხლა უბრალოდ კითხვას ვსვავ. თუ ფრენების აღდგენა საქართველოს ეკონომიკისთვის არაფერი არ არის. თუ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო მიმოსვლა და შემდეგ რუსეთში მყოფი ადამიანებისთვის, რომლებსაც პრობლემები ქონდათ, როდესაც ისინი უსაბუთოდ იყვნენ იქ, ამხელა შეღავათი არ იყო და თუ დღეს ეს ფრენების აღდგენა პრობლემაა და არ ვარგა და ან შეიძლება ბატონ ნიკას არ მოწოდეს, ან ბატონ სადროს არ მოწოდეს, ან ვინმეს, მაშინ ჩვენ უარი უნდა ვთქვათ იმაზე, რა კეთილდღეობას მოიტანა. მეტიც, იმავე რეისით მე კი არ გავფრინდი უკან. იმავე რეისით გაფრინდნენ ნაციონალურ მოძრაობის ზოგიერთ წარმომადგენლები, რომლებსაც იცი რა არგუმენტი ქონათ, რომ როგორ არაო, კაცო, ესო ეხლა ჩვენთვის მნიშვნელოვანია გავაკეთოთ. მე რატომ ვამბობ ამას? მე ვიცი ეს მაგალითები თქო. რუსეთმა და რუსეთის პრეზიდენტმა ამ შემთხვევაში ეს ნაბიჯი გადადგა, ვისთვის გადადგა? საქართველოს სიკეთე არის თუ არა როგორც ბიუჯეტში, ვიზების მოხსნა არის თუ არა საქართველოს მოსახლეობის სიკეთე და ყველაზე მთავარი, მე უბრალოდ კითხვას დავუსვავ. ამ შემთხვევაში ბატონ სანდროს და რა თქმა უნდა ნიკამ თავის დრო გამოიყენოს. ბატონმა სანდრომ ახსენა ასეთი რა. 30 წლის განმავლობაში ჩვენ რა გვაქვს მიღებული რუსებისგან, სულ რაღაცას ვითხოვ და ასე შემდეგ. მაშინ კითხვას უბრუნებ. ბატონო სანდრო, 30 წლის განმავლობაში რომელი პირობა შეასრულა ევროპამ და ევროკავშირმა და რაც შეგვპირდა, რა შეასრულა. მაპატიეთ 2008 წელს წყალი რომ მოგცა? უბრალოდ რიტორიკულად კი არ ასვამ კითხვას. აი ეს მაინტერესებდა. თუ ვადარებთ ქალბატონო ეკა, აუცილებელია რომ ასე შევადაროთ. მე მოვიყვანე მაგალითი, რომელიც დღემდე არის და საქართველოს ბიუჯეტში იმ ფრენების მოხსნიდან, ბატონო სანდრო, თქვენ იცით მილიონობით ლარი შედის, როცა დღეში
დიდი რეისი სრულდება. ის ხო საქართველოს ეკონომიკაზეა საუბარი და იგივე მოქალაქეებზე რაც ვიზა მოიცვა. ამიტომ აი ეს კითხვას ამიტომ გამიშთა. თუ არის რაიმე ასეთი მაგალითი, კი ბატონო. სანდრო და შემდეგ ნიკა თქვენ დაგიბრუნდებით. კი ბატონო. ბატონ სანდრო. ანუ ის ბენეფიტები რაც მოძდებს ამ პროცესს და შემდგომ საპირწონედ რას ვიღებთ ჩვენ ევროპისგან ან რა მიგვიღია ხო რეალ პოლიტიკის წახნაგები როგორი სარგებელია იცით ის აბა როგორი დიახ კარგად რო გოჩს რო აჭმევენ დაკვრვის წინაშე ეს ამბავია ანუ სიამდვილეში თქვენი მოსაზრებით და მოსარგებელს ამდენი წლის განმავლობაში ბიუჯეტში შედის ეგ დაკვრული გოჩი უბრალოდ ბრმა უნდა იყო რომ რუსეთს შეხედო პუტინს შეხედო იმ გარემო იცოდეოდნო მაინც იქ ხდება და დაუშვა რომ ვინმეს აი აზრი აქვს რომ რამე სიკეთე გაუკეთოს საქართველოს. უბრალოდ ეს როგორ გითხრათ, აი უხერხულიც არის ამის განხილვა, იმიტომ რომ აი უბრალოდ შევადაროთ, რა ვიცით რუსეთისგან. შორს ვარ წავიდეთ ისტორიულ რაღაც ექსკურსიაში, აი ჩვენი თანამედროვე დამოუკიდებლობის პერიოდი ავიღოთ. ომი ვიცით, დაპყრობილი ტერიტორიები ვიცით, დახოცილი ჩვენი მოქალაქეები ვიცით. გაძევებული რუსეთიდან ყველანაირი ის შეურაცხყოფელი ფორმით და დამამცირებელი ფორმით ვიცით. სადმე რაღაც ოკუპირებული ტერიტორიები გასაგებია გვაქვს. ყველაფერთან ხდებით მაგაზე. ამას ვიცით. კი ბატონო. არა, როგორ ვესაუბროთ ახლა? არსებობს, არ ქრება რუქიდან. ხო და გამოვიდა ფრენებიო და გეგონება ევროპაში თვითმფრინავები არ დაფრინავს და გეგონება ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არ გვაქვს. საბედნიერო ჯერ კიდევ გვაქვს. და ანუ უბრალოდ აი თუ რამე იცი ამ სამყაროზე. თუ რამე იცი ჩვენ ქვეყანაზე. უბრალოდ აი როგორ გითხრათ, მე ამას ვამბობდი ზუსტად, რომ აი ამის თქმა გახდა შესაძლებელი, იმიტომ რომ იგივეს თქმა ცოტა ხნის წინ შეწყული იქნებოდა. იმიტომ რომ მთელი ეს პროპაგანდა მათ შორის სახელმწიფოება ამუშავდა ისე რომ მოდით ნელა გავაჯინოთ ხალხში რომ აი ნახეთ პუტინი თქვა ცუდიც არის რა თქმა უნდა იმიტომ რომ აგრე ფრენები აღადგინა ნახეთ თურმე რა კარგია თუ ქართველებზე ზრუნავს აქამდე ხო არ გიგონათ რომ ქართველებზე ზრუნავს ჩვენ სარგებელზე კი ხო და ამიტომ საბოლოო ჯამში საქართველოს ეკონომიკაზე და ქართულ მოსახლეობაზე ვთქვი არასდროს არ ყოფილა წინააღმდეგი ზოგადად თქვა ვაჭრობის და ასეთი რაღაცების მაგრამ ჩინეთთან რუსეთთან რა ვიცი გერმანიასთან სამხრეთ აფრიკასთან ვაჭრობა სიკეთეა მაგრამ იმიტომ რომ აი დიდ სურათში იგივე როგორ ნახეთ როგორ სურათი დაალაგდა აქ ევროპაში რაღაც კონფლიქტებია იქ პრობლემები ერთმანეთს ჭამენ ასე ისე რუმინეთი და ბულგარეთი წლებია წევრია და ეკონომიკური კოლაფსებია ძალიან ხო დამასრულებელი არა კონტრარგუმენტი არის კონტრარგუმენტი როგორ შეიძლება კონტრარგუმენტი იყოს ხო რაშვაში უბრალოდ მომისმინოს ლაპარაკი ხო ხო და უყურე როგორ დაიხადეს რომ ევროპაში რაღაც ხდება ცუდი ასე ისე და რუსეთიდან პირდაპირ ფრენები და სიკეთე მოდის. დები აი ეს სურათი მე მინდა უბრალოდ მაყურებელს აუხსნა რომ ზოგადად ასე მუშაობს პროპაგანდა რომ აი აქ შენი მტერია რომელიც სავსახალ მტერია რომელიც არასდროს პატივს არ ცემდა როგორც მეოთხე ერისლეგი გიყურებდა. იყავი შენთვის თამადა და ესა ჯამბაზი რომ გაართო ასე გიყურებს სულ. არასდროს შემხარეს არ იყო. ეხა რო ყოფილიყავი მასთან ახლოს მოგიწევდა უკრაინაში მის მხარეს ომობა და დაიხოცებოდი. როგორც ოსები დაიხოცენ, აფხაზები როგორ დაიხოცნენ. ხო და მეორე მხარეს არის ბევრად წინწასული, აი რამდენიმე თაობით წინწასული სამყარო, რომელსაც ადამიანს უფრო მეტად აფასებენ, რომელშიც შენ არავინ არ გეუბნება, რომ შენ რაღაც მეოთხეარისხოვანი ადამიანი ხარ. უბრალოდ შენ ერთ-ერთი რაც მოგეთხოვება უბრალოდ შენი შიდა წესრიგი ისე მოაწყო, რომ თავსებადი იყოს იმ წესრიგთან. ხო, მაგრამ წესრიგი წერენ იქედან მოსკოვის მექანიზმები, გაწერილი კონკრეტული კანონები, ამაზე მიიღე, იმაზე მიიღე. წესრიგი ჯერ ახლოსაც არის იმ წესრიგთან, რომელიც იმიტომ რომ თავარი რაღაცა ვერ შევძელით, რომ პატრონის გარეშე ცხოვრება, რომ ერთპიროვნული მართლობა დავასრულოთ, რომ ჩვენო მოქალაქეებმა დაიჯერონ, რომ ეს ქვეყანა მათია. პირდაპირ გაგებით რომ მათიც გახდეს და სახელმწიფო საკუთრება რო არის 80%. ანუ სიამდვილეში აი ელემენტარული რაღაცები რაც დასავლურ ცივილიზაციას ახასიათებს და ჩვენ გეუბნებიან აი ამას თუ გააკეთებთ მაშინ დავახლოვდებით და ჩვენ ვთქვით არა იცით რა ჩვენ არ გვინდა არც წესიერი სასამართლო არც საკუთრების უფლებას დაცულობა არც სიტყვის თავისუფლება რამეს მეტყვი სიტყვის თავისუფლებაზე ოპა ვიპოვით სადმე გერმანიაში ან სადღაც ინგლისში რაღაც აი შენ ცუდი პრობლემა გაქვს რომ მე მეტყვი რამეს საკუთრებაზე აბა იქ როგორ დაარღვიო და სულ ასე მუშაობს პროპაგანდა იმიტომ რომ 60 არსა და არის და
და რაღაც მილიარდი ადამიანი რო ცხოვრობს დაახლოებით ამბობენ ხო ოქროს მილიარდიო დასავლურ სამყაროში ცივილიზებულ ნაწილში. ის მილიარდი ადამიანი იქ უამრავი ბოროტი ადამიანიც არის. როგორც თქვი, დასავლეთმა მოიგონა კომუნიზმიც, ნაციზმის, სოციალიზმიც და აი დასავლურ ცივილიზაციასაც ვეძახით ზოგადად. დანარჩენი ცივილიზებული არ არის, დანარჩენი სამყარო ბარბაროსები ვართ, დანარჩენები თუ დასავლეთს არ მოეკუთვნებთ. სხვა ხარისხის უარყოფა ცივილიზაციის. კი, ჩრდილოეთ კორეა ჩვენზე არ ამბობს კაცო სხვა ნუ ეს რაღაც ამოცანა რაღაცა ჩვენ ვართ თუნდაც არ მოეკუთვნებით ცივილიზებულ სამყაროს. კარგი, არ არის ჩვენზე საუბარი. კარგი, დავასრულებთ. ხო და საბოლოო ჯამში, ანუ ჩვენი ამოცანა, ჩვენ უნდა გვინდოდეს, რომ ჩვენ ქვეყანაში საზოგადოებაში ერთი ადამიანი ფასობდეს, რომ ერთი ადამიანი სიცხლით ძვირი ღირდეს და ამიტომ რაღაცა უბრალოდ არ ხოცავდეს. ყველა ადამიანი ერთი ცალკე აღებული ხო და საბოლოო ჯამში აი ეს არის დასავლური ცივილიზაცია და როცა ადამიანი არაფერი არ ღირს ადამიანის დახოცვა მოსულა აი რასპუტინი აკეთებს სხვების დახოცვა თავისის ჩინეთში რო რა ვიცი გენოციდს აწყობენ უიგურების და ასე შემდეგ მაგრამ გენოციდი პირდაპირ ესაა პალესტინაში მაგრამ ეგ თურმე არ არის აი პროპაგანდისტი არც საერთოდ რომ ჩინეთში უიგურების გენოციდია და არ არსებობს მაგის დასკვნა საერთაშორისო სასამართლომ თქვენი დასავლური ცივილიზაციის პალესტინასთან მართებით ისრაელი დაადანაშაულა ხო და ასე არის მოწყობილი პროპაგანდა თქვენ ფაქტების ქართული ხალხი მოტყულდება როგორც ბევრ საზოგადოებას დაემართა ჩვენ არანაირი სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა არ გვემუქრება ყველაფერს დავკარგავთ იმიტომ რომ არანაირი ლაპარაკი და მეგობრობა რუსეთთან არ გამოვა მარტო თეთრი დროშის დაწევა ეს არის შინაარსობრივად რაღაც პროპაგანდა ეხლა მუშაობს აჰა კი ბატონო მაგრამ რუსეთი ჩვენი მეზობელი გეოგრაფიულად რუსეთთან მიბმულებივად რა უნდა გავაკეთოთ ნიკა და მე გიპასუხებ შეგიძლიათ ბატონ ნიკასთან თუ კითხვა გაგიჩნდებათ იმიტომ რომ დისკუსიის ფორმატია ნიკა და მე შემდეგ ნიკას მე პასუხობ კი კარგი მოკლედ ნუ ბატონ მერაბა ორჯერ ისაუბრა რუსეთს ერთი იყო რომ რუსეთთან უნდა გქონდეს სამშვიდობო პოლიტიკა მეორე იყო რომ ნუ რაღაც ამბობს დიპლომატიური სამშვიდობო ხო ну შიდობა ესეც თქვით რომ სამშვიდობო პოლიტიკა და ასე შემდეგ ჩვენი მიზანია დეოკუპაცია ასევე მეორე ამბავში ახსენა რომ აი მაგალითად მე რუსეთში ვიყავი და ამით რაღაც საქმეები გავაკეთე და რაღაც სიკეთე მიიღო ამით ქართველმა ხალხმა მე ანუ არ ვფიქრობ რომ ბატონ მერაბი ფიქრობს რომ ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უფრო უკეთესი კავშირები აქვს რუსეთში ან ბატონ ბიძინა ივანიშვილზე უფრო უკეთესი მოლაპარაკების უნარი აქვს ან ასე შემდეგ რა მოლაპარაკების წინააღმდეგი უნდა ვიყო ერთი ნაბიჯით რომ საქართველოს დეოკუპაციისკენ გადაიდგას ნაბიჯი პირიქით აბაშიძე კარასინის ფორმატში მუდმივად საუბრობდით 14 წელია ეს ხელისუფლება არის ხელისუფლებაში 14 წელია ივანიშვილი არის ხელისუფლებაში ოსებს ბოდიში მოუხადა 2008 წლის გამო და 14 წლის განმავლობაში ჩვენ რაც მივიღეთ როგორც ქართული ოცნება ამბობს ეს არის 1 მილიონი კვადრატული მეტრი დავკარგეთ მცოცავი ოკუპაციით ჩორჩანაში ანუ ჩვენ რაზე ვლაპარაკობთ? ამბავი ის არის, რომ 14 წელია ივანიშვილი არის, არავინ ხელს არ უშლის, მე გულშემატკივრობ, თუ შეძლებს მოელაპარაკება და რამე სიკეთეს იზამს და დეოკუპაცია იქნება, არც ლაპარაკი დაუშლია ვინმეს მისთვის და არც არაფერი. ამიტომ ის რომ თითქოს, დავასრულებ ხო არ მისაუბრეთ ხა. ის რომ თითქოს არსებობს რესურსი, რომ რუსეთს რამე მოელაპარაკოთ და ვინმე ამის წინააღმდეგია, ესე არ არის. კი ბატონო, 14 წელი არიან 1 კვადრატული მეტრი დეოკუპაცია არ მომხდარა, პირიქით მილიონი კვადრატული მეტრის ოკუპაცია მოხდა, როგორც ქართული ოცნება ამბობს. ამიტომ ეს საკითხი საერთოდ არ არსებობს. ამის იქით რა არის რაშიც მე ქართული ოცნებას ვაკრიტიკებ, ხო? საგარეო პოლიტიკაში. ის რაც შეძლო მაგალითად სომხეთმა, რომელსაც მიუხედავად ჩვენ გვაქვს აქ საქართველოში რუსული ბაზები ავტობანთან ახლოს. მაგრამ სომხეთსაც აქვს რუსული ბაზები გიუმში, მაგრამ სომხეთს რომ აქვს რუსული ბაზები, სომხეთს არ აქვს პოლიტიკა, რომ ეხა არ ქონია მთელი ეს წლები, შეიძლება სადღაც რაღაცი თქვა, რომ აი დასავლეთი ომში ითხრევდა. პირიქით იქ მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები შედის NVIDIA-ს ჩიპებთან დაკავშირებით. მაგალითად იქ ატომური ელექტროსადგურს შეერთებული შტატების ინვესტიციით საუბარია, რომ უნდა ააშენონ და იქ ხდება ისე, რომ კი არსებობს რუსეთის ფაქტორი, მაგრამ არ გადაუკიდებიათ მთელი დასავლეთი და დასავლური ინვესტიციები შეაქვთ. მაღალტექნოლოგიური ინვესტიციები შეაქვთ და ეკონომიკაც განავითარეს. ამიტომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ დასავლეთის გადამტერება, როცა თავარი სივრცე, სადაც შენ უნდა განვითარდე და სადაც შენი თავის რეალიზება უნდა მოხდე, არის დასავლეთი, არის არასწორი. აი, ბატონმა რევაზმა ახსენა, რომ არ მომწონსო, რომ Facebook პოსტების გამო დიდ ბრიტანეთში ადამიანებს აკავებენ. როგორ შეიძლება ამაში არ დაეთანხმო და რა თქმა უნდა ეს პრობლემურია. პრობლემურია კი არა, ფუნდამენტურად პრობლემურია, რომ სიტყვის თავისუფლების გამო ადამიანებს აკავებენ, მაგრამ
რუსეთში საერთოდ აკრძალეს პოსტები, ისევე როგორც არ ვიცი, აბა ჩინეთში როგორ არის ადამიანებს რასაც უნდათ იმას წერენ, მინისტრები ხრებიან, ხო იქ? ანუ ამაშია საქმე, რომ ის რომ რასაც სანდრო ამბობდა, ის რომ დასავლეთში შეგიძლია უამრავი პრობლემა ნახო, რა თქმა უნდა შეგიძლია ნახო პრობლემები, მაგრამ არ დარედება პოლიტიკურად და აი ცივილიზაციურად, სადაც გინდა ერთს დავასრულებ და იბატონო. ხო, სადაც გინდა რომ ვიცხოვოთ და ამ დროს საქართველოში პრობლემა რაც არის და ბატონმა რევაზმა თქვა საბაზრო ეკონომიკას დააბრალა რაღაცები. ზუსტად რომ საბაზრო ეკონომიკა არ გვაქვს, იმიტომ ცხოვრობთ ჯოჯოხეთში. ამ ქვეყანაში სადაც ინტერნეტი გადის სომხეთში, საქართველოსთან, ინტერნეტი უფრო ძვირია ჩვენთან, ვიდრე საქართველოში. ამ ქვეყანაში ბაზრის ვიდრე სომხეთში. ამ ქვეყანაში მაგალითად მაგთიკომმა თავისი ფასები რომ 60%-ით შეამციროს, კომპანია მაინც მოგებაზე გავა. ანუ 750 მილიონი რომ შემოსავალი აქვს, იქიდან 300 რაღაცა მილიონი არის მხოლოდ ისა რა ქვია მას თვითღირებულება, დანარჩენი აქვს წმინდა მოგება. ამ ქვეყანაში 4 თვის წინ გამოვიდა პრემიერ-მინისტრი, თქვა რომ ფასებს დაუწევო, სუსი შეიყვანა, 4 თვე გავიდა და საქსტატის ინფორმაციას თუ შეხვალთ და საქსტატიდან ამოიღებთ ინფორმაციას, ფასები არის გაზრდილი, კი არ არის შემცირებული და გვაქვს მათ შორის რეგულაციები კი არა, ურბანული ჯოჯოხეთი გვაქვს მაგალითად, ის რაც ხდება ბათუმში, აშენებულია მაგალითად ხიმშიაშვილის გამზირზე 3 უზარმაზარი კომპლექსი, სადაც 10000 ბინა არის ერთი პარკინგის გარეშე, ხო? ანუ და ფეხით ვერ გაივლი, ვეც თბილისში და საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ არის. მაგაში ალბათ არც რუსეთია დამნაშავე და არც ეგ არის დასავლეთი. ანუ დასავლეთიდან თუ გვინდა რამე გადმოვიღოთ, უნდა იყოს საჯარო ინფრასტრუქტურა, უნდა გქონდეს კარგი, უნდა გქონდეს ის რომ დასავლეთთან გვინდოდეს ადამიანის უფლებების გადმოღება, მაგრამ ჯამში რომ შევაჯამო და მოვჩები, თუ შევხედავთ, სადაც ვცხოვრობთ, 14 წელია ბიძინა ივანიშვილზე უკეთესი კაცი თუ ეგულება ვინმეს, ვინც რუსეთთან მოილაპარაკებდა, თქვას და რომ მე ვაჯობებ ბიძინას ეწა რუსეთთან მოლაპარაკებაში. 14 წელია ივანიშვილი არის და 1 მილიონი კვადრატული მეტრის ანექსია მოხდა პირიქით. ამიტომ რუსეთთან მიმართებით ის რომ რუსეთთან შეიძლება ლაპარაკით დაულაგდეთ, მე ხედავ რომ ეგ ეგრე არ არის. ისევე როგორც Facebook პოსტების ბლოკვა და ამის გამო ციხეში წასვლა თუ გვადარდებს ბრიტანეთში, უნდა გვადარდებდეს ჩინეთშიც და უნდა გვადარდებდეს რუსეთშიც. ამიტომ ჩვენი პოლიტიკა რაც უნდა იყოს, არის რომ რუსეთთანაც უნდა ვიყოთ ფრთხილები და თუ შეგვიძლია ეკონომიკური სარგებელი მივიღოთ, ჩინეთიდანაც თუ შეგვიძლია უნდა მივიღოთ ვაჭრობაც, ეკონომიკური სარგებელიც და ტექნოლოგიებიც, მაგრამ ფუნდამენტურად იმ აზრის ეჭქვეშ დაყენება, სად არის საქართველოს ადგილი, რომელ ცივილიზაციაში, დასავლურ ცივილიზაციაში თუ სხვა იქნება ეს პოლიტიკური ისლამის ცივილიზაცია თუ ჩინური ცივილიზაცია, ჩვენი ადგილი არის ევროპაში. თქვენი პოზიციები მკაფიო, ასე ბატონ სანდროც ამ საკვანძო საკითხში ეთანხმება, ხო, ევროპაში. თუმცა მოდით მე პატარა ჩემს რეპლიკასავით გავაკეთებ, აი თქვენ რაზეც საუბრობთ, ხო, ჩინეთთან ურთიერთობაში არც ჩინეთის, არც სხვა ქვეყნების, ასე ვთქვათ, ძირითადად ეს ვერბალური ნაწილი, მაინც საქართველოსთან ურთიერთობაში არ ყოფილა ისეთი ვთქვათ, როგორიც პაվել ხერჩისკის გუშინდელი თუ გუშინწინდელი განცხადება და სხვათა განცხადებები, მაიკლ როთის და სხვათა ბუნდესტაგის ზომბილი წარმომადგენლის გერმანიაში ცხოვრობთ და იმიტომ გამოვიშვირეთ თქვენსკენ. შესაბამისად, მაშინ აი სამხრივად ხომ არ ვუყურებთ ჩვენ ევროპასთან ურთიერთობას და იმიტომ რომ ჩვენ პატარები ვართ, სულ უნდა ველოლიავოთ და ყველა მის წეს დავემორჩილოთ და ჩვენ როგორც სუვერენულ სახელმწიფოს არ გვაქვს უფლება თუ კი იმავეს ჩვენ რუსეთთან ურთიერთობაში მუდმივად ხაზგასმით ვამბობ რომ არ შეიძლება დიდი ძმის და რაღაცა თავში ჩამთქმელის პოზიციიდან მუდმივად კვარნახობდეთ ჩვენ საგარეო პოლიტიკურ კონტურებს, რატომ არ შეგვიძლია ევროპასთან, რომელიც ამ შემავალი ევროკავშირის სახელმწიფოების სრულუფლებიან სუვერენიტეტს იცავს ყველა ქვეყნის საშინაო საქმეებში, ჩვენ ვიყოთ ასეთები. თუნდაც იმავე კანონებთან მიმართებაში. გვაქვს თუ არა უფლება სამხედრო ოპერაცია დავიწყოთ ცხინვალში ან ოსეთში? უფლება გვაქვს რა ეს საერთოდ როგორ თქვი ეს? რა თქმა უნდა უფლება შეიძლება გაქვს, მაგრამ გაწყობს პოლიტიკურად სწორია, რამენაირად სწორია, რამენაირად სწორია, უფლებებზე თუ მივდივართ, ეგეთი სუვერენიტეტი, აბსოლუტური სუვერენიტეტი, ჩვენ არც ბირთვული ბომბები გვაქვს შავ ზღვაში, წყალქვეშა ნავში დამალული, არც იმდენი ვართ 400 მილიონი ვართ და არც ეგეთი ეკონომიკა გვაქვს. უფლებებზე თუ მიდგება საქმე, ჩვენ უფლება გვაქვს საერთოდ რომ, რა ვიცი, ფსოუზე ვიყოთ, მაგრამ ვერ ვართ, რასაც ამბობ, მაგრამ პატარა ქვეყანა და თუ
არ უნდა გადავიკიდოთ რუსეთი, თუ უნდა გამოვიყენოთ ჩინეთი, ჩვენ უნდა შევძლოთ ჩვენი პოლიტიკით ევროპაც გამოვიყენოთ ჩვენ მაშინ მე ხლა გადავალ სტუმრებთან და მოსკოვის მექანიზმს შეგახსენებ, სადაც გაწერილია კონკრეტული მუხლები არ უნდა მიიღოს საქართველოს სახელმწიფომ. აქ რა უფლებებზეა საუბარი, ხო? მეუბნება რომ იმავე იმ კანონებთან ეროვნული იდენტობის შესახებ კანონი პროექტი უკან უნდა გაიწვიოს პარლამენტმა, არ არის ქვეყნის შიდა საკანონმდებლო ბაზა. და შემდეგ რო არ წავართვა. ნიკას იმიტომ რომ არა, ხო, უბრალოდ მანოთ რას თქვა, უბრალოდ რეპლიკის სახით ხო, რუსეთთან კავშირები. მოკლედ ჯერეთი ხო, ყველას ბუნებრივია და მოგწევთ დრო. არანაირი ამბიცია არც მაგ და ღმერთო დავიფაროს რაიმე ბიძინა ივანიშვილის რაიმე კავშირი ან თქვა რაღაცა მისის ისტორიასთან რამე შეხება მქონეს რუსეთთან დაკავშირებით. ამიტომ აქედან გამომდინარე მე უბრალოდ მინდა ვთქვა ისე უბრუნდები რითიც დავიწყე და რაზეც სხვა შორის ნიკას თავიდან ის დასაწყისი იყო პროვოცირებელი რომ სხვა ასე მესაუბრა და ვფიქრობ ძალიან კარგად დაიწყო მაშინ ნიკამ და იმიტომ ისე უბრუნდები ჩვენ ამოცანას. ნიკა მე ვთქვი რომ მე ჯერ ერთი იქ რა ვიცი რუსეთში ვერც დამალულად ვერ ჩახვალ, ვერ ჩაფრინდები. ვერც იმ სათათბირო დუმაში ვერ შეხვალ და ბუნებრივია რა თქმა უნდა რაღაც კავშირებიდან გამომდინარე მოუხდი სადაც რუსეთის პარლამენტ რუსეთის დუმის დეპუტაციამ მიიღო ეს გადაწყვეტილება რეზოლუცია რითიც შევედით და ეს ორი რამ მოხდა საქართველოსთან მიმართებაში. ერთი მე უბრალოდ კითხვა მაქვს ეს რაც მოხდა ერთის და მეორეც არის თუ არა საქართველოსთვის სიკეთე კონკრეტულად თუნდაც ეკონომიკური კუთხით და თუნდაც იმ კუთხით რომ ისევ იმ მიზნის სავალ შეიძლება შორეული პერსპექტივაა მაგრამ იმედი მაქვს რომ არ იქნება შორეული პერსპექტივა თუ ჩვენ აი ესე წავალ და თუ პოლიტიკოსებს ექნება ეს მე და შენ და ვერ ვთქვიდავ ჩვენ ხო ერთი არის თუ არა ეს სიკეთე უბრალოდ ეს ვთქვი და თუ ეს სიკეთი არ არის და თუ ეს ხალხთა შორის დიალოგი არ არის და იჩატეხილი ხიდები რაც არის სხვა რაც იყო სამწუხაროდ ეს თუ ამისთვის არ არის მას უბრალოდ შენგან მაინტერესებს ან მოგწონს და არ ახარ ამის მომხრე ან უბრალოდ სხვა თემა მე და მეორე კიდე შენ ასევე და კიდე პატარა კითხვა მინდოდა რომ დამესვა შენ ახსენე თავიდან და თქვი რომ ჩვენ არავინ არ უნდა ვაქო დავადიდოთ რაზეა ლაპარაკი ჩვენ არავინ არ რაც ხება დიდებას ნიშნავს თორე ისე როგორ არ უნდა თქვა ჯერ ერთმანეთზე უნდა თქვა კარგი თუ უნდა თქვა ჩვენი პრობლემა რაც არის ჩვენ მხოლოდ ერთმანეთის მტრები ვართ ხო სხვა კი არავინ მაგრამ თუ არც უნდა ვაქო დავადიდოთ არც უნდა ვაგინოთ და ის ლიტერატურაც უნდა შევცვალოთ სამწუხაროდ მაგალითად რაც მოხდა თუნდაც სპორტის სასახლეში ევროპის ჩემპიონატი რო ტარდებოდა ძიუდოში აი უბრალოდ რაც იქ მოხდა ამიტომ ჩემგან მოისმინეთ რა არა ნიკა მე უბრალოდ რატო ვამბობ თქო რა თქმა უნდა არა მაგრამ იმიტომ კიდე ეთხოვ ზუსტად მაგან მიბიძგა იმისკენ რომ არ უნდა ვაქო დავადიდო მით უმეტეს უაზროდ და გუგული და იმის მამალისის არ უნდა კრილოვისი გავარაკის არ იყოს არ სამდგომარეობაში არ უნდა ვიყოთ რომ მხოლოდ ერთმანეთი ვაქოთ მაგრამ არც უნდა ვაგინოთ იმიტომ რომ დღეს მსოფლიო პოლიტიკა ძალიან შეიცვალა და მე კი არ მომწონს და მე ჩემ მოწონებაზე კი არაა და ვაიმე პუტინი და რაღაც პუტინის პროპაგანდისტი კი არ ვარ არამედ როცა დღეს მსოფლიო პოლიტიკა ესე და გეოპოლიტიკა ესე ჩამოყალიბდა რომ დღე-დღეზე ველოდებით სადაც პუტინი ტრამპი და სი ძინპინი ერთმანეთს ჩინეთში შეხვდებიან აი ამ რაციონალური მსჯელობიდან გამომდინარე აქედან ლაპარაკობ რომ რა თქმა უნდა ყველა სიკეთე უნდა წამოვიღოთ პუტინთან პირველი სიკეთე არის თუ არა ვაჭრობა და ფრენების აღდგენა და ვიზების მოხსნა არის თუ არა ქართული ხალხისთვის სიკეთე მაგაზე ჩემი პოზიცია არის რომ საქართველოს არ უნდა გქონდეს საქართველოს უნდა შეძლოს და არავისთან არ უნდა გქონდეს ეკონომიკური დაპირისპირება და ეკონომიკური შესაძლებლობები უნდა გამოიყენოს პირველი მეორე ჩემ აზრს მაინც ვიტყვი იმასთან დაკავშირებით რატომ მოხდა ეს ჩემი აზრით მას მერე რაც ევროპა სანქციების პოლიტიკა დაიწყო რუსეთთან რუსეთს აწყობდა ეს ამ ყველაფერს ასე გაკეთება და არ მგონია რომ რომელიმე ერთი ან რამდენიმე ადამიანის პოლიტიკის შედეგი ყოფილიყო ეს რუსეთს რაც ჩემი აზრით ეხლა დღეს ძლიერია ეკონომიურად ვიცით ამ სანქციების პოლიტიკა მოდი დავასრულებ მე გავაგზავნე კი ბატონო რუსეთი არის სანქცირებული რუსეთი არის ევროპიდან სანქცირებული ისევე როგორც ფრენები არის ჩაკეტილი ისევე როგორც ვაჭრობა დიდნაწილად არის სანქცირებული ჩემ აზრს ვამბობ რომ ერთი ან რამდენიმე ადამიანის საქართველოსდან ჩასვლა და მოლაპარაკება კი არ გამოიწვევდა ამას და ისევე როგორც მე ვამბობ რომ ივანიშვილზე უფრო უკეთესი კონტაქტები ვის აქვს რომ რამე უკეთესობა გამოეწვია 14 წელიწადია ჩვენ ნახეთ რომ
პირიქით სოციალური ოკუპაცია ვნახეთ. ის რომ რუსეთმა შეიძლება აქ გახსნა ფრენები, ან ვაჭრობა, ან მსგავსი რაღაც, ეს არის რუსეთის ინტერესებიდან გამომდინარე, რომელსაც შეიძლება ჩვენც მოგვიტანა ეკონომიკური სარგებელი, მაგრამ ეგ არ არის ჩვენზე დამოკიდებული რუსეთი რაზიზავს. არა, ეს არ არის ჩვენზე და ხვალ შეუძლია დაკეტოს, ზეგ შეუძლია როგორც გადაწყვეტს. ეს არ არის დიალოგის შედეგი. მე მოიცეთ ერთი წამით, პირველი ეს იყო და მეორე კითხვა დინებაზე და ქებადიდებას. არა, ხო და მე არ ვამბობ ზუსტად არავინ არ უნდა ვაგინოთ. ისევე როგორც არ შეიძლება რაც არ უნდა მოხდეს, არ შეიძლება კაია კალასზე 10-ჯერ მეცვამს დიმიტრი მედვედევი, ან შეიძლება, არ ვიცი, შეიძლება ცუდი განცხადება ან ცუდი ქმედება 100-ჯერ მეტი გაუკეთებია, სულ რო დაუშვათ ლოგიკა, რომ კაია კალას რაღაც საქართველოსთვის კარგი არ უნდა, მაგრამ როდესაც ხელისუფლების წარმომადგენლები კაია კალას ესე მოიხსენიებენ და დიმიტრი მედვედევთან ჩუმად არიან, მე ჩემი პოზიცია არის ის, რომ ნუ ვიქცევით ისე რომ ვითომ ევროპას 20 ტრილიონი ეკონომიკის მქონე ევროპას ველაპარაკებით ისე ვითომ ჩვენი ტოლი და სწორია და რუსეთი რომელიც ეკონომიკაც 2 ტრილიონია ველაპარაკებით ისე რომ ამასთან არაფერი არ შეიძლება ჩვენი ინტერესებიდან გამომდინარე უნდა გქონდეს კი ბატონო რეალური პოლიტიკა და ამ რეალური პოლიტიკამ უნდა მოიტანოს ის რომ საქართველოში იქნება მშვიდობაც და ჯამში რაც შეძლოს სომხეთმა რომ მშვიდობაც არის არც გიუმრის ბაზას დასხმია თავს და ამერიკული ინვესტიციებით შედის მაღალ ტექნოლოგიური ეგეც უნდა შევძლოთ ჩვენ ეგ იქნებოდა სწორი პოლიტიკა დაასრულებს რევას რუსეთთან გვინდა კენჭების როლა ბოსტანში მოსამულობა ის არის რომ 40 თუ 30 კილომეტრში არის თბილისიდან რუსეთის ჯარი განსხვავებით ევროპისგან რომელიც ერთიანი არ არის და ну კაია კალას თვითონ ევროპაშიც დასცინიან უბრალოდ მინდა გითხრათ მისი დამოკიდებულებებით რაც მან განაცხადა მეორე მსოფლიო ომზე იმიტომ რომ როდესაც გვაქვს პრეტენზია ცოდის მონოპოლიაზე ნებისმიერ პოლიტიკოს უნდა უფრო მყარად ქონდეს ჩვენ ფაქტები გამყარებული. არა, ну ეგ თემა არის ძალა აღმართ ხნავსო ბატონიკა თქვენ აღმართეთ თქვენ თქვით ეს სიტყვა და აქედან გამომდინარე უბრალოდ მაგას ვამბობ თორე მესმის და ფოთაშორის დიდი მადლობა რომ დამეთანხმეთ რაღაც ნაწილებში ეკონომიკურ საკითხებში უბრალოდ უნდა დავამთავროთ დროს იცით რა არის დავამთავროთ მესმის ჩვენი არის რომ ჩვენ მოვიქცეთ გონივრულად ჩვენ უნდა ვიყოთ არ არის საჭირო თავი წამოვყოთ იქ სადაც ჩვენ ძალა არ გვაქვს არ არის საჭირო შევარდეთ კონფლიქტებში ჩვენი საქმე გავაკეთოთ და ჩვენი მთავარი მიზანი უნდა იყოს სოციო-ეკონომიკური საკითხების წინ წამოწევა და ამ საკითხებზე პარტიებს შორის ამ პოლიტიკოსებს შორის პაიქრომ მე დავიღალე რეალურად მხოლოდ საგარეო პოლიტიკაზე საუბრით იმიტომ რომ დღევანდელ დღეს ხალხი ქვეყნიდან გარბის სოციო-ეკონომიკური მოცემულობიდან და გადადუღებული თავისუფალი ბაზრიდან იმიტომ ერთსაც ვიტყვი იმიტომ რომ ჩვენთან ევროპა იყო 35 წელი ხელშეუხებელი უბრალოდ უკრაინის ომამდე სანამ თავრობამ არ შევიდა მათთან დაპირისპირებაში და ღმერთებად იყვნენ და დაახლოებით იგივე არის ეკონომიკურ პოლიტიკაშიც თავისუფალი ბაზარი ხელშეუხებელი იყო და აქაც შეგვიძლია დებატები და აქაც შეგვიძლია გამშვიდობების როგორ და რანაირად მოკლედ ერთი წუთიც აღარ არის მოკლედ უბრალოდ მაყურებელს ვუთქა რომ აი ეს პროპაგანდა ანტიდასავლური სულ უფრო და უფრო ძლიერი იქნება სულ უფრო მეც მოგიყვებიან რომ დასავლეთში რაღაც ხდება რაღაც პრობლემა საბედნიეროდ 21 საუკუნეში თქვენი შეგიძლიათ ეს შეამოწმოთ მაგრამ სულ უფრო მეტი ექსპერტი და პოლიტიკოსი გამოჩნდება ვინც იტყვის რომ აი რაღაც რუსეთი შეიძლება რამე ალტერნატივა იყოს ხომ ერთი წუთი მაინც მომეცი ბოლოს კი ბატონო რუსეთი რამე ალტერნატივა შეიძლება იყოს რომ ჩინეთი რამე ალტერნატივა შეიძლება იყოს და არ დაუჯეროთ თუ თქვენ მოტყუდებით თუ საბოლოო ქართული ხალხი მოტყუდება ჩვენ ისევე დავკარგოთ სუვერენიტეტს და დამოკიდებულებას როგორც უკვე დავკარგეთ ერთხელ იმიტომ რომ რუსეთი არაფერს უკვე კარს არ შემოგთავაზეს არასდროს ეს არის აქსიომა რომ შეიძლება ქართული ხალხი მოტყუდეს ბევრი ერი მოტყუებულა და ბევრს დაუკარგია კაცებელი სახელმწიფოს მიმართ დამოკიდებულება მაგრამ თუ ჩვენ ცოტა სიმამაცეს გამოვიჩენთ და არ შევშინდებით და გადაწყვეტთ რომ თავისუფლები გვინდა ვიყოთ კი რა თქმა უნდა ძალიან რთულია მაგალითად დაუპირისპირე მაგალითად ავტორიტარულ რეჟიმს და თქვა რომ არ მინდა ერთპიროვნული მმართველობა მინდა რომ ცივილიზებული პოლიტიკური სისტემა მქონდეს ეს რთულია ამისთვის რაღაც პასუხისმგებლობა უნდა აიღო მაგრამ თუ ამას ავიღებთ ჩვენ ქვეყანას თუ შევცვლით ისე რომ ჩვენც გავხდებით ამ დასავლეთ ცივილიზაციის ნაწილი მაშინ შანსი გაჩნდება რომ ერთად დავამარცხებთ ყველა დანარჩენ მადლობა ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ ჩვენ რადიოშიც გვისმენენ ამიტომ ეს შენიშვნა არის ხოლმე უნდა დავასრულო გადაცემა მაგრამ წარმოგიდგინოთ ვისთან ერთად საუბრობდით ხო მძღოლებიც გვისმენენ და მათაც უნდა ისოდნენ კი მაგრამ ხო შეიძლება ახლა შემოგვერთდნენ ამიტომ ეს შენიშვნაც მიღებულია ნიკა ობოლაძე ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ალექსანდრე რაფუიაშვილი გირჩის ერთ-ერთი ლიდერი რევას კარანაძე პოლიტეკონომისტი ექსპერტი და ბატონი მერაბ ჭიქაშვილი საქართველოს ტალღის დამფუძნებელი არ
არასამთავრობო სექტორი. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მოდით გავეცნოთ ინტერაქტივის კითხვა იყო ეთანხმებით თუ არა ხელისუფლების საგარეო კურსს და მოცემულობა გვაქვს ასეთი 1063 ზარი არის შემოსული 73% ამბობს რომ დიახ ეთანხმება ხელისუფლების საგარეო კურსს 24% ამბობს რომ არა ხოლო 3% მიჭირს პასუხის გაცემა ასეთი იყო ინტერაქტივი ანალოგიური სურათია YouTube არხზეც ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ მსმენელს და მაყურებელს თითქმის ყველა პლატფორმაზე ვართ ჩვენ წარმოდგენილი როგორც ტელევიზიით ასევე რადიოთი YouTube არხზე და სოციალური მედიით თქვენ უყურებდით დისკუსიას პოლიტიკურ საზოგადოებრივ ხასიათის დისკუსიას ეკა სეხნიაშვილთან ერთად Georgian Times-ის პირდაპირ ეთერში ჩვენ შემდეგ შაბათს ტრადიციულად 14 საათსა და 10 წუთზე შევხვდებით კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ასეთი მაღალი ჩართულობისათვის და ძალიან დიდი მადლობა მომავალ შეხვედრამდე დროული კითხვები ეკა სეხნიაშვილთან ერთად დებატები